როგორც ბავშვების, ასევე მოზრდილების თემაში შევეხებით ბევრ დეტალს. მშობლის პასუხისმგებლობა არის, რას ვაჭმევ, როდის ვაჭმევ და სად ვაჭმევ შვილს, მაგრამ შვილსაც აქვს თავისი პასუხისმგებლობა, რომელიც აუცილებლად უნდა ვცეთ პატივი მის გადაწყვეტილებას. აი ესეც სწრაფკლებას მოსდევს ხოლმე. არა მარტო ცხიმოვანი, არამედ კუნთოვანი მასის გამოცვლაც ხელიდან და ალბათ დამეთანხმები. ისეთ გარემოში ვცხოვრობთ, რომ ყველაფერი გვიბიძგებს იმისთვის, რომ მოდი ახლა შენ ეს გემრიელი რაღაც უნდა ჭამ. ყვება ჩვენს ჯანმრთელობას პირდაპირ ეხება და ზუსტად ამიტომ მინდა რომ ერთ საკითხზე გავამახვილო ყურადღება. გამარჯობა მეგობრებო, ეს არის Nutrition Academy of Georgia's პირველი პოდკასტი, რომელშიც ჩვენ აკადემიის წევრები ვეცდებით რომ გარკვეული ცხელი თემები კვების სფეროში სულ სხვა კუთხით დაგანახოთ. დღეს კი მიხარია რომ ამ პოდკასტის პირველი თანაწამყვანობა მერგოწილად, ბედნიერებად, ჩემს არაჩვეულებრივ კოლეგასთან დია ბოდოკიასთან ერთად. დია როგორ ხარ? გამარჯობა ნუკი, კარგად ვარ და ძალიან მიხარია რომ დღეს აქ ვარ და სხვათა შორის ძალიან გამიხარდა რამოდენიმე დღის წინ როცა ჩვენი საერთო შეხვედრის ამბავი გავიგე და ცოტათი სიმართლე გითხრა შემეშინდა კიდეც, იმიტომ რომ აკადემიისთვის პირველი პოდკასტია და ამ პირველი პოდკასტის ფონზე რო თან პირველი წარდგენა გიწევს, ცოტაზე მეტ პასუხისმგებლობას ჩემი აზრით მაინც მოითხოვს და ეს ბოლო დღეები მქონდა რაღაცა ეიფორიაში ვიყავი, რაღაცა განცდა მქონდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ჩაძირულები და ჩაკარგულები ვართ ამ ყოველდღიურ სტრესსა თუ ქაოსში, რაღაც მქონდა განცდა, რაღაც განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი უნდა მომხდარიყო და დღეს დადგა და ჩემთვის პიროვნულად აი ძალიან საინტერესოა ეს ყველაფერი და თან ძალიან მიმზიდველი და რატო? მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ერთმანეთს ძალიან კარგად ვიცნობთ, აი ასეთი და მიუხედავად ბევრი ასე საერთო წერტილისა, ესე არასდროს არ დამსხდარ ვარ და საერთო განსაკუთრებულ საჭიროებო თემებზე არ გვისაუბრია და მეც მაინტერესებს აი ეს ორი განსხვავებული ადამიანი როგორ მივიღოთ იმ საერთო წერტილთან, სადაც რეალურად ვიმყოფებით და ნახოთ აბა რა იქნება. კი, ნამდვილად თან საჯაროდ და თან სრულად ახალი კუთხით. ანუ ჩემთვისაც სპონტანური და ესეთია რა, სრულად ახალი და ცოტა ნამდვილ ეიფორიაში ვიმყოფები და აი პოდკასტის სიახლე სხვათა გზაში ვფიქრობდი, რომ აი რა იყო ეს აკადემიისთვის ეს პოდკასტის შექმნა, აი რა უნდა ყოფილიყო და მე მივხვდი, რომ თან ძალიან საინტერესოა, თან ძალიან დროულიც იყო და თან ძალიან აუცილებელი, იმიტომ რომ იმდენად ისეთ სამყაროსა და დროებაში ვცხოვრობთ რეალურად, რომ აი აბსოლუტურად ყველაფერი ხელმისაწვდომია და ხელმისაწვდომია მათ შორის ინფორმაციაც და ეს ინფორმაცია და აქ შემდეგ იბადება უკვე მეორე პრობლემა, რომ აი ამ ინფორმაციიდან ჩვენ რეალურად უნდა შევძლოთ იმ ძირითადი პუნქტების, ქვეპუნქტების გამოტანა, რომელიც იქნება სანდო, რომელიც იქნება მტკიცებულებებზე დაფუძნებული, მეცნიერულად დასაბუთებული და ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, რომ ეს ინფორმაცია იყოს ძალიან ესე რომ ვთქვათ, კაფიო და მარტივი ენით მიწოდებული ჩვენი მსმენელი იქნება, მაყურებელი იქნება, ოჯახის წევრი, მეგობარი, მაგას ვფიქრობ, რომ მნიშვნელობა არ აქვს და მე ეს რაღაც ინფორმაცია რა ჩვენს ყოველდღიურ გამოსვლებას შევუხამოთ, რაღაცა სხვა პერსპექტივა დავანახოთ ყველას და აი გლეხურად ორ ესე რომ იტყვიან, აი ეს მარტივად მივაწოდოთ ეს ინფორმაცია და ნახოთ რა გამოგვივა. გეთანხმები 100%-ით. დარწმუნებული ვარ, კარგად წავა ყველაფერი. კარგი, მოდი მაყურებელს შენ თავს გავაცნობ, დე არის მეგობრებო, ექიმი ნეონატოლოგი, ექიმი რეზიდენტი ნეონატოლოგი და ასევე არის NASM-ის, ანუ ამერიკის სპორტული აკადემიის სერტიფიცირებული კვების კოუჩი. ჩვენ აკადემიაში ბევრი გადაკვეთა გვაქვს, ბევრჯერ გვიწევს ერთად გარკვეული საკითხების განხილვა და ძალიან მიხარია, რომ დღეს შენთან ერთად როგორც ბავშვების, ასევე მოზრდილების თემაში შევეხებით ბევრ დეტალს. კი და ძალიან სასიამოვნოა შენი მხრიდან ჩემი წარდგენა და ძალიან დიდი მადლობა ამისთვის და ну ალბათ ყველა გიცნობს უკვე, მაგრამ მეც წარგიდგენთ ჩემს კოლეგას, რომელიც არის ასევე კარგი ექიმი, ენდოკრინოლოგი, ნუტრიციოლოგი და ასევე NASM-ის სერტიფიცირებული კოუჩი და ჩვენი აკადემიის განუყოფელი და აქტიური ნაწილი, მინდა რომ ეს ძალიან სალსახად ვახსენო. და მე ძალიან მიხარია, იმიტომ რომ შენი ჰორმონალური ჯანმრთელობის სიღრმისეული ცოდნა ვფიქრობ, რომ დაგვეხმარება გარკვეულ ასპექტებს, უფრო სიღრმისეულად ჩაუღრმავდეთ და შეიძლება სხვა რაკურსითაც, სხვა ჭრელითაც დაგვანახოს და მადლობა დიდი. მადლობა დიდი. დიდი პატივია ჩემთვის. კარგი, მაშინ ძალიან რომ არ გაგვიგრძელდეს, მოდი დავიწყოთ სულ თავიდან. აი შენთან როდესაც მოდის ადამიანი, რომელიც შენ როგორც კვების კოუჩს მოგმართავს. რა არის პირველი, რასაც ამ ადამიანს ეკითხება ხოლმე? ხო, ცოტა ისეთი ძალიან სიღრმისეული კითხვა, იმიტომ რომ
პირველი, როდესაც ჩემთან მოდის ადამიანი, სიმართლე გითხრა, ძალიან არ მიყვარს სიტყვა მომხმარებელი და ხანდახან კლიენტსაც ცოტა ვერიდები ხოლმე და მოდი დავარქვათ ასეთ ადამიანს თანამგზავრი, თანამოაზრე და ადამიანი, რომელიც ჩემთან მოდის ხოლმე, პირდაპირ მოდიან და მეუბნებიან, რომ აი მოდი მინდა 5-10 კილოგრამის დაკრება 3 თვის განმავლობაში. მეთქი კარგი, მოგყვები, ძალიან კარგი. მაგრამ ამით არ მთავრდება ჩვენი საუბარი, პირიქით, ამის უკან არის ძალიან დიდი სივრცე, რომელსაც უნდა ჩაუღრმავდეთ ხოლმე და ვეკითხები ასეთ რაღაცას, აი რატომ გინდა ჩემთან მოსვლა, აი რა მოგიყვანა ჩემამდე და მე უცბად ძალიან ესეთი დიდხნიანი საუბრის შემდეგ ვარკვევთ ხოლმე რომ თურმე ამ 5-10 კილოგრამის და სასწორის უკან დგას სრულიად სხვა სივრცე და სხვა მოცემულობა. აი მაგალითად ერთი ძალიან კარგი ქალბატონი იყო, რომელმაც მითხრა რომ აი ჩემი, აი იცი რა მინდაო, ჩემს შვილებთანო და შვილიშვილებთანო რომ უფრო მეტი ენერგია მქონდესო და დილით თუ აი სიმძიმით თუ არ ვღვიძებდეო და მეთქი ძალიან კარგი. ანუ ერთი იყო მაგალითად რომ უფრო მეტი თავდაჯერებულობა უნდა და ან ერთი ძალიან საყვარელი გოგონა მეუბნებოდა რომ იცი რაო სიმართლე გითხრა ერთი ლამაზი კაბა მაქვს რომლის ჩაცმა მინდაო აი 3 თვეშიო და მინდაო რომ აი ძალიან ლამაზი სურათი გადავიღო და ანუ რეალურად ჩემთვისაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ვიცოდე ადამიანს რა უნდა, რა мотиваცია აქვს, რა მიზანი აქვს, იმიტომ რომ თუ რეალურად არ ვიცით ის შინაგანი მამოძრავებელი ძალა, რაც რეალურად გვჭირდება, სულ რო 1 თვე დავიცვათ სწორი კვება, თვენახევარი 2 თვე და მივიღეთ იმ ნიშნულამდე, ჯერ დროებითი იქნება და ის არ გასტანს გრძელვადიან პერსპექტივაში და ნუ მეორე არის ის, რომ აი სადღაც აუსრელებლად დასრულდება და მე ადამიანმა უნდა დაიწყოს ისევ იმ ანკერწრეზე სიარული, სანამ რეალურად არ გამოფხიზლდება და ერთად არ ვიპოვით იმ რეალურად იმ შინაგან პერპეტუმ მობილეს როგორც ეძახიან ხოლმე ამ შინაგან ძალას და ეს არის პირველი კითხვა, როდესაც ჩემთან მოდიან ხოლმე ადამიანები. გეთანხმები სრულიად. ხშირად ადამიანები გვეუბნებიან ხოლმე კონკრეტულ ციფრს და ნამდვილად ამ ციფრის მიღმა ძალიან ბევრი რამე შეიძლება რომ გულისხმობდნენ. და სწორედ აღნიშნე, რომ საუბრით მივდივართ ხოლმე ამ დასკვნებამდე, ანუ ჩვენი მიზანი არა რომ ეს დასკვნები ჩვენ თვითონ გამოვიტანოთ. ჩვენი მიზანია რომ ღია კითხვები დაუსვათ ადამიანს და თვითონ მივიდეს იქამდე რა უნდა ერთი მხრივ და რატომ უნდა ამის მიღწევა. გეთანხმები. იმიტომ რომ ორი სრულიად განსხვავებული კითხვა და სრულიად განსხვავებული მნიშვნელობა აქვს ამ ორს. აი თუ დაკვირვები ხარ მე პირადად მქონია გამოცდილებაში რომ როცა ვეუბნები ადამიანს რომ მოდი ახლა 10 ბალიანი სისტემით ჩემი ფასე რამდენად გინდა რომ ამ მიზანს მიაღწიო და რამდენად გონია რომ მიაღწევ რაც უფრო მაღალია ხოლმე мотиваცია რაც უფრო ღრმად აქვს გააზრებული აი იმ კონკრეტული ციფრის უკან რა არის ემოციური კეთილდღეობა ჯანმრთელობა თუ სხვა რამ მით უფრო მაღალ ციფრს გისახელებს ხოლმე თვითეფექტურობის სკალასაც და ეს მეორე პროცესიც აისახება პირველი 8-10 კილოგრამის კლება ისახდება ხოლმე თითქოს არაფერი შეცვლა მნიშვნელოვანი მათ ცხოვრებაში. მაგრამ პირველივე შეხვედრაზე, რაზეც ასევე მიწევს ხოლმე პირადად საუბარი ის, რომ არის ის, რომ თვითეფექტურობაც კი წონის მერყეობის არ იყოს, იწყებს ხოლმე მერყეობას. და ჩვეულებრივი ამბავია ესეც. ნებისყოფა, რაც არ უნდა ძლიერი იყოს, თავიდან გამოხატული, რაც არ უნდა მაღალი მზაობით დავიწყოთ პროცესი, ნელ-ნელა შეიძლება ეს შეიცვალოს და ჩვეულებრივი ამბავია. აი არ ვიცი, მაგალითად ნებისმიერი ზღაპრის ანალოგი რო აიღო ან ნებისმიერი ხატრული ფილმის სიუჟეტი რომ აიღო. ყველაფერი იწყება ხოლმე ერთ იდეალურ სამყაროში, სამეფოში, სადაც ყველას ერთმანეთი უყვარს, ყველა ბედნიერია და ერთ არამშვენიერ დღეს რაღაც ბოროტი ძალა დაეპატრონება ხოლმე ამ ყველაფერს. და ის უბრალოდ აქედან იწყება იმ ერთი მთავარი გმირის მოგზაურობა, რომელიც მიზნად დაისახავს, რომ ის ძველი იდილია, აი დაიბრუნოს და 9 მთის თუ 9 ზღვის გადაკვეთა უწევს ხოლმე. მაგრამ ყველა ზღაპარშიც კი მიუხედავად იმისა, რომ გამოგონილი ამბავია, ჩვენი გამოგონილი ადამიანების გამოგონილია ხო? ყველა ზღაპარში დავს ის რეალური სიტუაცია, რომ რა სადღაც ერთ მომენტში დგება კრიტიკული ამბავი, როცა თვითეფექტურობაც იკლებს ნებისყოფაც და საერთოდ თითქოს ძალა აღარ აქვს, რომ ბოლო ნაბიჯებით მიიყვანოს საქმე ბოლომდე და მიზანს მიაღწიოს. და აი ზუსტად მან შემოდის ხოლმე ერთი სხვა პერსონაჟი, რომელიც რაღაც გაურკვეველი ესეთი ძალით თითქოს ურჩევს ხოლმე, გაახსენებს ხოლმე ამ ადამიანს ამ მთავარ გმირს, რა არის ის მთავარი მიზანი და რატომ სურდა მისი მიღწევა და მასაც თითქოს ძალა მიეცემა, რომ ბოლო ნაბიჯებით გაიაროს და მიზნამდე მივიდეს და ესაა რეალობაშიც. ანუ რეალურად როცა ადამიანი გეუბნება, რომ წონის კლება უნდა კონკრეტულ ციფრს როცა გისახელებს, როგორც წესი იმ მდგომარეობას იხსენებს ხოლმე, იმ ბედნიერ წუთებს, იმ ჯანმრთელობის მდგომარეობას, სიძლიერეს, როგორც ფიზიკურს, ისე მენტალურს, რომელიც
ყოველ იდეალურ მდგომარეობასთან ასოცირდებოდა და იქამდე უნდა დაბრუნება. და ეს აუცილებლად კარგად ბოლომდე გააზრებული უნდა გქონდეს და თავიდანვე უნდა, ასე ვთქვათ, გაუზიაროთ ადამიანს, რომ სწორი მოლოდინები ჰქონდეს და ნებისმიერი სიტუაციისთვის იყოს მზად. მოდი გადავიდეთ ერთ მნიშვნელოვან დეტალზე. შენი ერთ-ერთი ინტერესის სფერო არის ბავშვთა კვება, ხო? შენი პროფესიიდანაც გამომდინარე და თან ზუსტად ვიცი როგორ გიყვარს ბავშვები მომსწრევად. კი, ზუსტად. ამ ხრივ ხომერ ქონია რაიმე საინტერესო გამოცდილება, მაგალითად, გარკვეულ დაბრკოლებებს ხომერ გადააწყდი შენი გამოცდილების ფარგლებში, განსაკუთრებით ბავშვებთან მუშაობის განმავლობაში. კი, ანუ ზოგადად ბავშვთა კვება ჩემთვის და არა მარტო ჩემთვისაც არ არის მხოლოდ ადეკვატური რაოდენობით ვიტამინების თუ მინერალების და მაკრონუტრიენტების ცილა-ცხიმის ნახშირწყლის მიწოდება. ნუ რა თქმა უნდა, ამაზე არავინ არ დაობს, რომ მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი ზრდაგანვითარებისთვის და მათ შორის ნერვული სისტემის ჩამოყალიბებისთვის, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ კიდევ არის ძალიან დიდი რამ. და ეს არის შენ ძალიან კარგად ახსენე, ეს არის თვითეფექტურობა. და ეს თვითეფექტურობა, როდესაც ბავშვის კვებას ეხება საქმე და ჩვენ რაღაც ჩართულები ვართ ბავშვთა კვების პროცესში, ეს თვითეფექტურობა არის ორი სახის. ეს არის ბავშვის თვითეფექტურობა და არის მშობლის თვითეფექტურობა. თუ ეს ორი რამ ერთმანეთთან თანწყობილი არ არის, სამწუხაროდ წინ ვერაზროს ვერ წავუხთ. აი თვითეფექტურობაზე მაგალითად ზოგს გონია, რომ თვითეფექტურობა ბავშვის შემთხვევაში იწყება მაშინ, როდესაც ბავშვი იწყებს საუბარს, მაგრამ რეალურად ეს ასე არ ყოფილა, იმიტომ რომ აი ჩვილებშიც კი, აი ზუზუთი წოვის ეს არის უპირობო რეფლექსი, რა თქმა უნდა, მაგრამ როდესაც ბავშვი თავის პოზიციას აბრუნებს, ანუ ის გეუბნება, რომ დანაყრებულია, აღარ უნდა მორჩა და მაგრამ დედები მაინც ფიქრობთ ხოლმე, რაც უფრო კარგად არის ჩვენი ბავშვი ნაკვები, უფრო ჩვენც უფრო რაღაცა კარგად და დაცულად გრძნობთ ხოლმე თავს. მაგრამ აი თვითეფექტურობაზე მაგალითად შემიძლია მაგალითი მოვიყვანო, როდესაც ბავშვი იწყებს თვითონ მართვას საკუთარი კვებითი პროცესის. იცი რა არის ძალიან სპეციფიკური და ძალიან რთული პროცესია, რომელიც დამოკიდებული არის ასაკობრივ ზრდაგანვითარებაზე. ამიტომ მაგრამ განმარტების დონეზე შეიძლება ვთქვათ, რომ თვითეფექტურობა არის მე შემიძლია მართო ჩემი სხეული და დავაკმაყოფილო ჩემი მოთხოვნილებები. ეს გააჩნია ყველა ადამიანს ბავშვობიდან, ჩვილობიდან, ბავშვობის, მოზარდობის და მერე ზრდასრულ ასაკში, ხო რა თქმა უნდა. აი მაგათად როდესაც ბავშვი იწყებს ლაპარაკს და გეუბნება, რომ აი აღარ მინდა ჭამა, ან რაღაცა სხეულის ენით გვეუბნება, ან თუნდაც აპროტესტებს, ხო, მაგრამ ჩვენ ვიწყებთ, რომ აი ერთი დედას ხათრი და ერთი მამას ხათრი და მოდი ახლა ერთი ბებუს და ბაბუს ხათრი და ამ დროს ბავშვი როცა თვითონ დარწმუნებულია, რომ უსმენს თაკუსთან შინაგან სხეულის სიგნალებს, ხო, რაღაცა უნდობლობის განცდა ეუფლება ხოლმე და კიდევ არის ძალიან ბევრი რამ და აი მშობლის თვითეფექტურობა კიდე საერთოდ მეორე მხარეა. ანუ მშობლის თვითეფექტურობა არის ეს-ერთი მთავარი წერტილი, როცა იცის, როგორ მართოს თავისი შვილის კვებითი პროცესი ოღონდ პანიკის და დრამის გარეშე. ანუ მაგალითად მშობელმა თქვა, რომ თვალიდან იწყებს ბავშვის კვებით რაციონში ბოსტნეულის დამატებას, მაგრამ შვილმა არ შეჭამა. ანუ ეს არ უნდა იყოს რაღაცა ვაიმე ქვეყანა თავზე დაგვექცა, ანუ თვითეფექტურობა გამოიხატება მაშინ, როდესაც იტყვის, რომ არა უშავს, დღეს თუ არ შეჭამა, მე ხვალ ზეგ და შემდეგ დღეებში კიდევ აუცილებლად ვცდი. თუმცა ანუ არსებობს კიდევ ძალიან ბევრი დაბრკოლება, რასაც არა მარტო ბავშვი, არამედ დედებით აწყდებიან ხოლმე და არ ვიცი თუ გახსოვს, ერთ-ერთი არის სუფთა თეფშის სინდრომი. ანუ მე ერთი თანატოლები ვარ და მახსოვს ბავშვობაში, რომ თუ არ მოაპრიალებდი და არ მოასუფთავებდი ამ თეფს, ან ცუდი შვილი ხარ, ან რაღაც ეს თავიდან გადმოცემული ტრავმა. აი მაგალითად ძალიან ხშირად მხდება ხოლმე აი სოციალური ხმაური და შედარებები, რომ გამოვა ვიღაცა იდეალური დედა, რომელიც თავის შვილს ყოველ დღე სამნაირ კვებას გაუკეთებს ხოლმე მრავალფეროვანი პროდუქტებით, ორგანული საკვებით და ამ დროს ეს ჩვენი უსუსური დედები ფიქრობენ, რომ აი მე რა ცუდი დედა ვარ, ხა ჩემი შვილის ამის შეთავაზება არ შემიძლია. ესეც ძალიან მოქმედებს ხოლმე და რეალურად მართლა უსუსურობის განცდა უჩნდებათ ხოლმე მშობლებს და კიდევ არის გამოყოფდი მოდი მშიერი არ დამრჩეს ბავშვის ესეთი ჰიპოთეზა, რომ აი მშობლები, როდესაც ამბობენ, რომ ჩემი შვილი არაფერს არ ჭამს. და ამ დროს მოდი ახლა თუ არაფერს არ ჭამ, მოდი ერთ ფუნთუშას მივცემ რა, ან შოკოლადს მივცემ, რა უჭირს მერე და ამ დროს რეალურად ნუ ბავშვის კვებითი ჩვევები ხო გრძელვადიან პერსპექტივაში იცვლება და შეიძლება ძალიან რთულ და ძალიან ცუდ შედეგებამდე მიგვიყვანოს. ამიტომ ეს არსებობს ძალიან პატარ-პატარა ნიუანსები, ახლა შეიძლება ძალიან ბევრი რამ გამომრჩა, თუმცა ახლა რაც უცბად გამახსენდა ჩემ თავისუფალ გონებას, ეს დავასახელე და მოკლედ რა ვიცი, ცოტა უფრო მეტი ყურადღება გვმართებს და მშობლები უფრო მეტად ინფორმირებულები უნდა იყვნენ, ოღონდ
ინფორმირებულები თავისთავად, მაგრამ სურვილი უნდა გქონდეთ, რომ გარკვეული თუნდაც კვებითი სფეროში გარკვეული ინფორმაცია მოიძიონ, რომ საკუთარ შვილებს შესთავაზონ სრულფასოვანი კვება და რაც შემდეგ, რა თქმა უნდა, ჯანმრთელ საზოგადოებას მოგცემს. და შემსგავსი აი მოზრდილებთან მსგავსი შემთხვევები ხომ არ ქონია აი თვით ეფექტურობასთან ან ასეთ საკითხებზე. ერთი პირველი რიგში იმას დაგეთანხმები, რომ ყველაფერი ძალიან ზუსტად ახსენე. დედის და მშობლების და ზოგადად გარემოცვის გავლენა ბავშვზე, მის კვებით ჩვევებზე ყველაფერზე ძალიან დიდი და მნიშვნელოვანია ხოლმე და მე ზუსტად მოზრდილებში უკვე იმ ჩვევების გამოსწორებაზე გვიწევს მუშაობა, რომლებიც ბავშვობიდან მოდის და აი რაღაც საზოგადოების ჩამოყალიბ და ყველაფერიან არაფრის პრინციპი და რეალურად ამათ შორის ძალიან დიდი სხვაობა ხო სადღაც შუაში რომ ვიყოთ ამ სპექტრის არ ვიყოთ ბოლომდე სრულყოფილი და არც რაღაცა მინიმალურთან ახლოს ეს უკეთესია ყოველთვის ვიდრე მუდმივად ვეცადოთ სრულყოფილებასთან ახლოს მისვლა და ყველაფერი ამის ნელ-ნელა გამოსწორება სრულიად რეალისტური არის ხოლმე დაბრკოლებებს რაც შეეხება და თვითეფექტურობას ერთი რაც გამახსენდა ეხლა საუბრისას მინდა რომ ეს ვახსენე აუცილებლად აი პირველ ჯერზე რომ მოდის ადამიანი და მიზანს რომ გამოვკითხავთ და თან ვცდილობთ რომ თვითეფექტურობა მისი გამოვავლინოთ და თან ფიქრობთ თვითონაც მივახვედროთ რატომ სურს ამ მიზნის მიღწევა ერთი აი დაბრკოლება ცოტა პრობლემური ამბავი რაც ყოფილა არის ის რომ აი შენ ხა ახსენე ჩემთან მოსულო ადამიანიო და 5-10 კილოგრამის კლება დომებიო და ჩემთან მოსულა რამდენიმე ადამიანი და უთქვამს რომ აი 5 კილოგრამის კლება მინდა ოღონდ ერთ კვირაში და ამას სრულ ნორმად აღიქვამენ ხოლმე და მეტიც ამით შეიძლება რომ პროცესის ეფექტურობა შეაფასონ და ეს არ არის ამ ადამიანების ბრალი ეს არის სავარაუდოდ შექმნილი გამომდინარე იმ სოციუმიდან და იმ საზოგადოებიდან, რომელშიც ვართ და გვიწევს ყოფნა. რომ ყოველდღიურად ადამიანები თავიანთ სახლობლოში, სანათესაოში, ზოგჯერ თავიანთ თავზეც კი გამოცდიან ხოლმე, რომ 700-800 კალორიანი დიეტებით ისე სწრაფად იღებენ შედეგს, რომ ეს გონიათ ეფექტური. და ამითაც განსაზღვრავენ თვითეფექტურობას გარკვეულწილად. მაგრამ აქ არის ერთი პრობლემა, რომ მათ არავინ ეუბნებათ, არავინ აფრთხილებთ, რომ აი ესეც სწრაფკლებას მოსდევს ხოლმე, არა მარტო ცხიმოვანი, არამედ კუნთოვანი მასის გამოცვლა ხელიდან და ალბათ დამეთანხმები შენ თამაში. რასაც საბოლოო ჯამში ისე მდგომარეობამდე მივყავართ, როცა უბრალოდ ხელიდან ეცლება ადამიანს მადის მარეგულირებელი ჰორმონების ყველა მექანიზმით, მეტაბოლური ადაპტაცია ჩამოდის საქმეში და უბრალოდ საყვარელ პროდუქტებს რომ მიუბრუნდება, აი უკვე უჭირს გაკონტროლება და ამას თავის ნებისყოფას, თავის თვითეფექტურობას აბრალებს ხოლმე. და რეალურად რას ვიღებთ იმას რომ დაიკლო ცხიმოვანი და კუნთოვანი მასის ხარჯზე, მე ისევ მოიმატა უკვე ცხიმის ხარჯზე, შემდეგ ისევ დაიკლო, ისევ მოიმატა, რაც შენახსენე ხო ციკლში გადავდივართ, რაღაც დაუსრულებელ ციკლში. ოღონდ საბოლოოდ შედეგი ის არის რომ ვიღებთ ბევრ ცხიმს და ძალიან ცოტა კუნთს. ორგანიზმში. რატომ მადარდებს ეს? მე თუნდაც როგორც ენდოკრინოლოგს და არა მარტო კვების კოუჩს ხო? იმიტომ რომ ვიცით რომ ცხიმოვანი მასა რეალურად ორგანიზმში არ არის, მხოლოდ ენერგიის სამარაგო წყარო. ეს არის ქრონიკული ანთების მუდმივი წყარო, რომელიც მუდმივად აზიანებს ჩვენს ჰორმონალურ სისტემას, მათ შორის იწვევს ინსულინი რეზისტენტობას. მეორე მხარეს კი არის კუნთოვანი მასა, რომელიც ცდილობს რომ მუდმივად შეეგრძოლოს, მუდმივად რაღაც დათრგუნოს ეს ქრონიკული ანთება. და საბოლოო ჯამში ვის არმიას ვზრდით ცხიმოვანი მასისას ხო და ისევ საკუთარ თავს ვაზიანებთ. და ასეთი ადამიანი ბოლოს მიუბრუნდება იმ ადამიანს, ვინც 700-800 კალორიანი დიეტა მისცა და მისგან რეალურად შენიშვნას მიიღებს, რომ მე მოგეცი დიეტა, დაგაკლებინე და შენ რატომ მოიმატე. მაგრამ არავის გაუფრთხილებია, რომ ეს მისი ბრალი რეალურად არ არის. შენ რამდენი გქონია ასეთი შემთხვევა? რამე სხვა არ გაგვიზიარებდი შენი გამოცდილებები? გაგიზიარებ, ეხლა ვფიქრობდი ზუსტად რომ მოყვებოდი შენს და ძალიან კარგად ჩამოაყალიბე. ერთი შემთხვევა მქონდა და ეს შემთხვევა რომ მოვისმინე ძალიან სევდიანი იყო ჩემთვის, იმიტომ რომ ეხლა ეს ზრდასრული მამაკაცია, რომელმაც შეძლების დაგვარად შეძლო რომ რაღაცნაირად საკუთარი ადგილი და თავი ეპოვნა. თუმცა ჩვენი საუბრის მომენტში გამიხილა ბავშვობის ტრავმა და მინდა რომ მოგიყვეთ ეხლა ეს რა მოხდა. ესე იგი, დაახლოებით არ მახსოვს ზუსტად, ალბათ 8-10 წლის იყო, როდესაც იყო ჭარბწონიანი, თუმცა ვერ ვიტყოდი, რომ პათოლოგიური ჭარბწონიანობა ჰქონდა, მაგრამ პრობლემა იყო დედა. ანუ დედა, რომელიც იყო ასევე ჭარბწონიანი და რომელსაც ჰქონდა ძალიან დიდი კომპლექსი ამის გამო და მთელი ცხოვრების განმავლობაში იყო მკაცრ დიეტებზე, რატომღაც თვითონ გადაწყვიტა და შეეშინა, რომ თავისი შვილი სოციალურად მიუღებელი გახდებოდა და თავისი ნებით და თავისი გონებით საკუთარი შვილი ძალიან დაბალ კალორიულ დიეტაზე დასვა. მოდი ძალიან გულახდილად რო გითხრა, აშიმშილებდა. ანუ და მე რო ჩავეკითხე, რომ მეთქი, აი რას ნიშნავს შენთვის შიმშილი, ანუ როგორი კვებაზე იყავი და მითხრა, რომ
ძირითადად შეზღუდული ქონდა ნახშირწყლები, ანუ რთული ნახშირწყლები, ხილსაც კი არ იღებდა და მისი მთავარი რაციონი იყო, აი ძალიან მიჭირს ახლა ამის ხმა, ეს იყო მოხაშული ქათმის ფილე და ძირითადად გარკვეულ ბოსტნეულთან ერთად. რა თქმა უნდა, აი მაგალითად არ მიკონკრეტებდა და მეთქი აი ბოსტნეული რომელი და აი იცი რა, კიტრი, პომიდორი და სალათის ფურცლები და ხანდახანდა იშვიათად ბროკოლი, ოღონდ მეუნება ოღონდ ხშირად არა ხანდახან კვირაში ორჯერ ბულგარული და ბროკოლი. და აი იმდენად შემზარავი იყო ჩემთვის ამ ყველაფერს. მოსმენთ წარმოიდგინეთ 8-9-10 წლის ბავშვი 10-დან 18 წლამდე ეს არის განსაკუთრებული გარდამტეხი პერიოდი მოზარდისთვის, როდესაც მას სჭირდება ადეკვატური რაოდენობით ცილა, ცხიმი, ნახშირწყალი. მაგრამ ყველაზე მთავარი გამომრჩა. ანუ დედა ამბობდა, რომ ეუბნებოდა, როდესაც სტუმრად იყვნენ, ანუ თავიანთ თვითონ მოდიოდნენ მასთან სტუმრები, ეუბნებოდა, რომ ესე სხვების თანდასწრებით შენ მეტი არ გეკუთვნის, მეტი აღარ ჭამო. ანუ და აი ამ ბავშვს ყველაფერი დაემხო, ანუ მთელი ეს ბედნიერების პერიოდი, როდესაც უნდა ყოფილიყო სრულფასოვანი და ბედნიერი ოჯახში თუ ყვების პროცესში, ანუ აბსოლუტურად არაფერი არ ქონდა. და რა თქმა უნდა, გარდა იმისა, რომ შედეგად მოქცა რა, არაადეკვატური ცილა, კალციუმი, D ვიტამინი, ანუ თავის თანატოლებთან შედარებით გაიზარდა ძალიან ტანდაბალი. მოდი ვთქვათ ასე. ის რომ ამ შიმშილობის გამო ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციები დაერღვა, ხო ჰიპოფუნქციაში გადავიდა, ნუ შენ ენდოკრინოლოგი ხარ, ინსულინ რეზისტენტობაც და ასე შემდეგ, მაგრამ ყველაზე მთავარი ამ ფიზიკურ დაბრკოლებებთან ერთად ქონდა ის, რომ დაეწყო კომპულსური კვებითი ჩვევები, ემოციური კვება და იყო სრულიად და მარტივად რო გითხრა, იყო სრულიად უბედური. მაგრამ მე წლები რო გავიდა და უფრო მეტი თავისუფლება რომ ისა საკუთარ თავსთან, უფრო მეტი ხელმისაწვდომობა ქონდა საკვებთან, არ ვიცი გსმენიათ თუ არა არსებობს ეგრეთ წოდებული შიმშილობის გენეტიკური მეხსიერება. ნუ ეს ჩვენ ფიზიოლოგია კი ვიცით, მაგრამ რადგან მარტივი რო იყოს გასაგებად, ანუ ორგანიზმი იმდენად თვით გადარჩენის რეჟიმში იყო გადართული, იმიტომ რომ იმას მეორე ხარისხოვანი ფუნქციები აღარ ახსოვდა, რომ უნდა გავიზარდო, რომ ანუ ის ძირთად გადართული იყო იმ შინაგანი ორგანოების ფუნქციონირების შენარჩუნებაზე, ხო? ხო და ეს გენეტიკური მეხსიერების ფონზე, ანუ ნებისმიერი კვება, რომელიც იყო შედარებით, ანუ იმულუფებზე ოდნავ მეტი, ანუ იმდენად წონაში მოიმატა და ცხიმად გარდაიქმნა, რომ არ ვიცი, ეს ბავშვი მე რა თქმა უნდა ფსიქოლოგის ჩართულობას დაჭდა, ფსიქიატრთანაც დადიოდა და ძალიან დიდი დრო დაჭირდა იმისთვის, რომ რეალურად მოსულიყო იქ, სადაც ახლა არის და ამ ყველაფერთან ერთად მე ეხლა გამახსენდა მასლოუს პირამიდა. შენ გაგიგია და ალბათ ძალიან ბევრს ესმის და იცის, მაგრამ აი ამ кейსთან და ამ შემთხვევასთან კავშირი ძალიან კარგია, იმიტომ რომ პირველი ბაზა რაც ჩვენ გვჭირდება, ეს არის ფიზიოლოგიური მოთხოვნილება. ანუ ეს არის კვება, წყალი, ძილი და ჰომეოსტაზი. ანუ ამ ბავშვს ეს ბაზა ქონდა მორყეული და რომელ მწვერვალზე, ასვლაზე იყო რეალურად საუბარი, ხო? იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ ბოლო ეს არის ანუ თვით რეალიზება, შემოქმედებითობა, განვითარება, სწავლა. ანუ იმდენად გაუჭირდა ამ საფეხურების გავლა, რომ აი დღესაც რომ გვაქვს ხოლმე შეხება, ძალიან უჭირს ამ თემაზე საუბარი და მე ვფიქრობ, რომ ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ადამიანია, რომელმაც აი ეს მასლოუს პირამიდა, იმიტომ რომ შემდეგი არის თუნდაც სოციალური მიკუთვნებულობა, რომელიც ამ ბავშვს არ ქონდა, იმიტომ რომ არ ქონდა სიყვარული, სოციალური მიკუთვნებულობა ნიშნავს იმას, რომ მე ვუყვარ ვარ ისეთი, როგორიც ვარ, მაგრამ ამ ბავშვის შემთხვევაში იყო ის, რომ მე თუ ვიქნები გამხდარი, მაშინ ვეყვარები ჩემებს, ხო? ანუ ეს ხო ძალიან ისეთია აბსურდული. მით უმეტეს, როდესაც ეხება დედაშვილის ურთიერთობას. მოკლედ აი ესეთი ცოტა უცნაური შემთხვევა მქონია, თუმცა ეს იმიტომ მოვაყოლე, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მშობელს, იმიტომ რომ მშობლის კომპლექსი არ უნდა დაპროექცირდეს შვილის ცხოვრებაზე და მით უმეტეს, როდესაც ეხება ჭარბწონიანობას, ეხება სწორკვებას და იმ რაღაცა არასწორ მიდგომებს, რომელიც ძალიან გავრცელებული არის სამწუხაროდ დღესდღეობით ჩვენს ცხოვრებაში და საზოგადოებაში, სადაც ვიმყოფებით. ზუსტად გეთანხმები 100%-ით. აი მართლა იმდენი ინფორმაცია გავრცელებული თუნდაც დღესდღეობით სოციალურ ქსელებში, რაც ბავშვებზე ახსენე ახლა ეს მოზარდებზე და მოზრდილებზე რომ გადავიტანოთ, რომ ძალიან ბევრი სტიგმის მსხვერპლი ხდება ხოლმე ადამიანი ძალიან მარტივად. და ზუსტად ამიტომაა აუცილებელი, რომ ვიღაც გზამკვლევი სახით ყავდეს, ვინც გეტყვის და გაგარჩევინებს რა სწორია და რა არასწორია.
სწორი. მაგალითად, ჩემთან მოსულა ადამიანი, ახალგაზრდა გოგო, რომელსაც პოლიკისტოზური საკვერცხის სინდრომი აქვს და მომიყვა, რაც ცუდი გამოცდილება ჰქონდა დიეტებთან მიმართებაში, რამდენ აკრძალვას უწესებდნენ, რამეს არ უხსნიდნენ თავის დროზე და როგორ იცოდა მე თავად გამორკვეულიყო ამ პროცესში და სხვა შორის აკადემიას ძალიან ემადლიერებოდა ხოლმე ამ მხრივ. და ეგ კი არა ჯანსაღებების პრინციპებზე რომ საუბრობდით, ეს არ იყო ადამიანი, რომელმაც მე კოუჩინგზე მომერთა, უბრალოდ ენდოკრინულ ვიზიტზე გავდიოდით ამ ყველაფერს. მახსოვს, რომ რაღაც დეტალებს რომ ვუხსნიდი იგივე ნახშირწყლების მნიშვნელობას, იგივე ცილების მნიშვნელობას, ყველაფერზე რაღაცა პოსტტრაუმატული სტრეს დისორდერივით ახსენდებოდა ხოლმე რა უთქვამთ და თურმე რა ყოფილა. რეალობა რა. და ანუ კიდევ ერთხელ მნიშვნელოვანია და ხას უსვამ იმას, რომ ყვება ჩვენს ჯანმრთელობას პირდაპირ ეხება და ზუსტად ამიტომ მინდა რომ ერთ საკითხზე გავამახვილო ყურადღება, რომ იგივე მოზრდილებშიც რა ავიღოთ და არა ბავშვებში მხოლოდ. როცა ადამიანი ყვების გამოსწორების ან თუნდაც წონის კორექციის მიზნით ვინმე საკითხავს, ძალიან მნიშვნელოვანია რომ იმ ადამიანმა გამოარკვიოს საერთოდ როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ჰორმონალური სტატუსი გამოკვლეული აქვს თუ არა, იმყოფება თუ არა ენდოკრინოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ, ან საერთოდ გასტროენტეროლოგიური ჩივილები ხომ არა აქვს, იქნებ გასტროენტეროლოგის ჭირდება, იქნებ საერთოდაც გამოარკვია რომ კლინიკური ნუტრიციოლოგის ჭირდება და მის კომპეტენციას ცდება, საერთოდ მასთან მუშაობა ხო? ან იგივე შენახსენე ფსიქოლოგიური ასპექტები ხო, რაღაცა ძველი სტრესი, ემოციური ყვება, რომელიც დაგროვდა და რომელიც გარკვეული მიზეზებიდან გამომდინარე ბავშვობიდან მოდის და მე მოზრდილობაშიც გამოიხატება და იქნებ საერთოდ ვერ ეხმარები ფსიქიატრის, ფსიქოლოგის ჩართულობის გამო, გარეშე უბრალოდ. იქნებ კოუჩინგს მხოლოდ ამის შემდეგ აქვს აზრი. ამ შემთხვევაში ხო არ უნდა მოკიდო მსგავს кейს ხელი და შენ თავთან უნდა იყო პირნათელი და უნდა იაზრებდა იმას, რომ ყველა პროფესიას აქვს თავისი კომპეტენციის საზღვარი და ამ ზღვრებს ჩვენ არ უნდა გადავწდეთ. ანუ ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში უნდა ვიმოქმედოთ. კი, ერთი კითხვა მაქვს ახლა შენ როგორც ენდოკრინოლოგი, ანუ ეს კარგად ახსენე რომ ჩვენთვის ზოგადად შენთან რომ არ ვიცი ადამიანი მოდის და პაციენტი მოდის, ну პირველი ალბათ ჰორმონალური სპექტრი, ვიტამინების ადეკვატური მაჩვენებლები და ასე შემდეგ, მაგრამ არსებობს თუ არა რაღაც, რასაც ამის უკან კიდე ყურადღებას აქცევ ხოლმე, იმიტომ რომ მე ანუ ენდოკრინოლოგია მარტო ჰორმონები ხომ არ არის რეალურად. ჯერა რო არ არის ხო და ანუ შენ გამოცდილებით, ანუ შენ როგორ შენს ყოველდღიურ პრაქტიკაში როგორ აკეთებ ხოლმე მსგავს საკითხს. ძალიან სწორად აღნიშნე, რომ ეგ ყველაფერი ჩემი რუტინის ნაწილია, მაგრამ რუტინის მიღმა თუ ადამიანი მე როგორც ყვების კოუჩს მომართავს, პირველი რასაც გამოვარკვევდი, ეს იქნებოდა მისი 72 საათიანი ყვების ცხრილი, რომელსაც რეალურად გულწრფელად შემივსებდა. მაგრამ მოდი სანამ მის მნიშვნელობას ჩავშლი, ჯერ ცოტა ხნით ჰორმონებს და ვიტამინებს მოვუბრუნდები. რა თქმა უნდა, ცალკე თემა, ცალკე პოდკასტი შეიძლება ამაზე ჩაიწეროს, მაგრამ გარკვეული ასპექტები მინდა რომ ახსენო, ისევ იმ თემის გადაგრძელებად, რაც 2 წუთის წინ თქვი. ერთი რომ საერთოდ რატო გჭირდება ადამიანებში ჰორმონალური სტატუსის განსაზღვრა. მაგალითად, მქონია შემთხვევა, რომ ჩემთან მოსულა ადამიანი და უთქვამს, რომ წლების განმავლობაში დიეტებს იცავდა, მაგრამ ვერ იკლებდა. როგორი იყო ამ დიეტის ხარისხი, საერთოდ რა კალორიაჟი იყო, ნუტრიენტების გადანაწილება, ამაზე რა თქმა უნდა წარმოდგენა არ მაქვს, მაგრამ აი სულ რომ წარმოვიდგინოთ, რაღაც პარალელურ რეალობაში, რომ ამ ადამიანს იდეალური დიეტა მისცეს და იდეალურად დაიცვა, მაინც შესაძლოა გაჭირვებოდა წონის კლება თუ მაგალითად ფარისებრი ჯირკვლის ჰიპოფუნქცია ჰქონდა. ანუ მარტივენაზე რა ვთქვათ, მისი ფარისებრი ჯირკვალი ვერ გამოყოფდა საკმარისი ოდენობით ჰორმონს და სჭირდებოდა ჩანაცვლებითი თერაპია. და ამ დროს ისევ სადამდე მივდივართ, ისევ ადამიანის თვითგვემამდე და იმ დასკვნებამდე რომ ნებისყოფა აკლია, მაგრამ რეალურად ჰორმონი აკლია ორგანიზმში და ეს აუცილებლად გამოსაკვლევია. ამიტომ როცა ვინმეს ყვების გამოსწორებით აკითხავენ, ერთ-ერთი პირველი რაც აზრად უნდა მოუვიდეს სწორ სპეციალისტთან ამ კუთხით გადამისამართება. მეორე ჰორმონალურ სტატუსში რა გვჭირდება? ის რომ ზოგადად ვიცოდეთ, რაიმე პათოლოგია, რაიმე მდგომარეობიდან, ნორმალური მდგომარეობიდან გადახრა ხომ არ აქვს ადამიანს. მაგალითად, პრედიაბეტი, დიაბეტი, პოლიკისტოზური საკვერცხის სინდრომი ხო, დარღვეული ლიპიდების დონე. იმიტომ რომ ეს ყველაფერი ჩარჩოებში გვაქცევს, ნამდვილად გვაქცევს. თუ არ გვეცოდინება რა დარღვევა აქვს, ადეკვატურ ყვებით რჩევას ვერ მივცემთ. თუმცა იცით უნდა ვთქვათ, რომ არასწორი ყვებაც უკვე ჰორმონალურ დისბალანსს გვაძლევს ხოლმე და სხვათა შორის რომ დამთავრებ მე ძალიან საინტერესო кейს მოგიყვები, იმიტომ რომ არ მინდა რომ დამავიწყოთ, თორე გამახსენე მე. კარგი, გაგახსენებ აუცილებლად. სწორი ჩართვა იყო ეს, ანუ მან კი არ ეწრია რეალურად ერთი მიდის მეორემდე, მაგრამ უკვე რაღაც თუ გვაქვს სახეზე ახალი ყვებითი ჩვევების დანერგვის პროცესში არსებული პრობლემა უნდა გავითვალისწინოთ, ხო? და მესამე, ვიტამინების დონეს საერთოდ რატო ვამოწმებთ?
ყოველთვის ანუ ადრე ყოველ შემთხვევაში ეს მოსაზრება იყო, რომ ნაკლები კვება იყო ასოცირებული ნუტრიენტების დეფიციტთან და ეგრეთ წოდებულ მალნუტრიციასთან. მაგრამ დღეს ძალიან კარგად ვიცით, რომ ჭარბი კვებაც შეიძლება იყოს მალნუტრიციასთან ასოცირებული. შეიძლება კი არა ძალიან ხშირად არის ხოლმე. რით ვიმატებთ წონაში არა მაღალ ნუტრიენტული და დაბალ კალორიული საკვებით, არამედ პირიქით. მაღალ კალორიული და დაბალ ნუტრიენტული საკვებით. შესაბამისად, ჭარბი წონის ან სიმსუქნის მქონე ადამიანები ზუსტად ის პოპულაცია, რომელშიც ვიტამინების დეფიციტი ძალიან ხშირია. და მე თვითონაც მქონია პერიოდი, რკინის დეფიციტი მქონია და ზუსტად ვიცი, რომ ლოგინდან წამოდგომა მეზარებოდა და არ ვიცი, რომელი ცხოვრების და ჩვევების გამოსწორებაზე იყო საუბარი, მართლა ყველაფერი მეზარებოდა ცხოვრებაში. და ასეთ ადამიანს, რომელიც ჩვენთან მოდის და ვიტამინების დონე არ აქვს, როგორც მინიმუმ შემოწმებული, შენ რომ ურჩიო 1000 რამის გამოსწორება ცხოვრებაში, ეს ყველაფერი მაინც სტრესია. აი, როგორც ვარჯიში, ხო დადებითი სტრესია, ეგრეთ წოდებულ ეუსტრესში გავყავს ხოლმე, იმისთვის, რომ რაღაც დადებითი შედეგი მივიღოთ საბოლოოდ. მაგრამ გინდა არ გინდა სტრესია, ის ჩვევები უნდა გამოასწოროს, რომლებიც ბავშვობიდან მოსდევს, რაღაც ახალი უნდა დაენერგოს, ყოველდღიურად რაღაც დამატებითზე უნდა იფიქროს, ხო? და ისეთ ადამიანს, რომელსაც ენერგიაც გამოცდილი აქვს, პროდუქტიულობაც დაქვეითებული და ათქომა არ უნდა ჩემი რკინის დეფიციტის არ იყოს დილას, ძალიან რთულია რომ ეს ძალიან რთულია ეს ყველაფერი მოსთხოვო. ძალიან რთულია და ბოლოს ისევ მივდივართ იქამდე, რომ მე არ შემიძლია, მე ხელს ვიქნევ, ნებისყოფა არ მყოფნის და თვითშეფასება სრულად ერღვევა ადამიანს. ეს რაც მინდოდა ეს ლირიული გადახვევა ამ ყველაფერზე, რომ მეხსენებინა ორი სიტყვა. ეხლა დავუბრუნდები შენს კითხვას. მკითხე რომ ამის გარდა რას აკვირდებიო? რასაც ვაკვირდები, ეს არის 72 საათიანი კვების რეპორტი. რატომ ჭირდება ეს ყველაფერი? იმისთვის, რომ რეალურად დავინახო ადამიანი რა არჩევანს აკეთებს, დღის განმავლობაში რა განრიგით იკვებება და მისი კვების რეჟიმი, სამსახურეობრივი განრიგი, ეს ყველაფერი როგორც წესი აისახება ხოლმე ამ რეპორტში და მაგალითად როგორი საკვების მიღების შემდეგ აქვს მიდრეკილება უფრო მეტი ტკბილეულის და უფრო მეტი ცომეულისგან. რა ძალიან ხშირი ის არის ხოლმე ეგრეთ წოდებული ჩივილი, ხო, მათგან წამოსული. მაგალითად დავკვირვები ვარ, რომ ყოფილა რაციონში ცილის ნაკლებობა და ზოგჯერ ამ ცილასთან ერთად რთული ნახშირწყლების ნაკლებობაც და ზუსტად ამის ფონზე ყოფილა გაზრდილი ტკბილისა და ცომეულისადმი მოთხოვნილება. და ერთ პატარა რჩევას რომ მოდი ახლა ვიღაცის მიერ უდროუდროს ამოღებული, შეწყვეტილი პური, კვერცხის გული და კარტოფილი დავაბრუნოთ რაციონში, მე ეს პრობლემა გამოუსწორებია ხოლმე ძალიან მარტივად. ამიტომ ეს ერთ-ერთი მეთოდია, რომელიც მე პირადად მეხმარება და სანამ ჩავშლი კიდევ ბევრი მაქვს ამაზე სალაპარაკო, პირველ რიგში кейს გახსენებ, რომ მომიყვე და მე მითხრე შენც თუ იყენებ ამ მეთოდს. ხო, 72 საათიანი მეთოდი ვფიქრობ, რომ ყველაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია ჩვენთვის და არა მარტო დასრულებთან ვიყენებთ, არამედ აი ბავშვთა კვებასაც გავავლებ რაღაც ერთ-ორ სიტყვას მაინც ვიტყვი ხოლმე, კი, რა თქმა უნდა ვიყენებ და ძალიან ხშირად. იმიტომ რომ ეს რომ არ არსებობდეს, ჩვენ რეალურად ობიექტური მოცემულობა არ გვაქვს, იმიტომ რომ მაგალითად მშობელი მოდის და არა მარტო მშობელი და მეუბნება რომ ჩემი შვილი არ ჭამს ან მე არ ვჭამ. მაგრამ რეალურად აღმოჩნდება ხოლმე ამ 72 საათიან რეპორტში, რომ თურმე ჭამს, მაგრამ არ ჭამს სრულფასოვნად, ანუ იღებს კალორიებს, მაგრამ ეს კვება არ არის სრულფასოვანი. კიდე ძალიან, ანუ ეს არის მშობლის მიერ აღქმითი რეალობა და რეალური რეალობა, რაც შეიძლება მე ამ 72 საათიანმა რეპორტმა მომწეს. კიდევ გარდა ამისა, ძალიან ნათლად მიჩვენებს თუ მაქვს გარკვეული მიკრო და მაკრონუტრიენტების დეფიციტი. მაგათაც მშობელს გონია რომ კი კაცო ჩემი შვილი აბსოლუტურად ყველაფერს ჭამს, სულო გულო რაც უნდა ჭამს, მაგრამ რეალურად აღმოჩნდება ხოლმე რომ ბავშვი არის სრულიად ციკლურ კვებაზე, ხო? ანუ მაკარონი, თეთრი პური, მარტივი ნახშირწყლები, ტკბილეულობა, იოგურტი და ასე შემდეგ. ამით მე რეალურად ხვდები სად არის გარღვევა და რისი გამოსწორება უნდა დავიწყო და თან ამავდროულად ვცდილობ ხოლმე რომ ეს მშობელს ინფორმაცია მივაწოდო, რომ იცი რა არის, რომ ეს კარგი არ არის. კი, თეთრი არა, მე ზოგადად აკრძალვების მომხრე არ ვარ. ანუ არ არსებობს რაღაცა ნამსხვრიც უნდა ვჭამოთ, პიცას უნდა ვჭამოთ, ხაჭაპური, ყველაფერი, მაგრამ ყველაფერს გვჭირდება ბალანსი და ზომიერება, ხო? ხო და ამიტომ თან კიდევ ამავდროულად ეს 72 საათიანი რეპორტი, როდესაც მშობელი მიწერს და ვთხოვ ხოლმე, რომ ან დამიწეროს, როგორც უნდა, პრინციპში ხა ყოველისეთი სამყაროში ვცხოვრობთ, ეს კომპიუტერული ხელშეწყობაც გვაქვს, მაგრამ მე ამ წერის დროს თვითონ არ ყვევს, ანუ თვითონ არის რაღაცა გამომძიებელივით, უი, ნახე რა ხარვეზი მქონია, თურმე რა ხდება და ამ თვითონ ცნობიერებასაც იმაღლებს, რა თქმა უნდა, უფრო მეტი ინფორმაციაც აქვს და მეც მეხმარება რეალურად რა, რომ აი სწორი მიდგომები
დავსაღო, დავინახო სად მაქვს პრობლემა და მე როგორ უნდა გამოვასწორო. მაგრამ გარდა ამისა, ზოგადად აი 72 საათიანთან ერთად მაინც ვიტყვი ერთ-ორ სიტყვას, რომ აქ მჭირდება ორივე მხარის პასუხისმგებლობის აღება. მშობლის პასუხისმგებლობა არის, რას ვაჭმევ, როდის ვაჭმევ და სად ვაჭმევ შვილს, მაგრამ შვილსაც აქვს თავისი პასუხისმგებლობა, რომელიც აუცილებლად უნდა ვცეთ პატივი მის გადაწყვეტილებას. ეს პასუხისმგებლობა არის მე რას ვჭამ და რამდენს ვჭამ. ანუ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. და გარდა ამისა, ამ 72 საათიან რეპორტში მე ძალიან კარგად ვხედავ როლურ მოდელს. იმიტომ რომ მე რო ბავშვს ჩემს შვილს რო უთხრა რომ დედა, ჩემო საყვარელო, მოდი ახლა ეს ბროკოლი ჭამე. ანუ მე თუ არ ვჭამ ბროკოლს, რატო უნდა დავაძალო იმან რომ ჭამოს? ამიტომ აქ ისახება შემდეგი პრობლემა. და ჩემთვის ყველაზე კარგი და წარმატებული кейსები არის იმ შემთხვევაში, როდესაც მთელი ოჯახი ცვლის, მთელი ოჯახი თუ არა და ბებია ბაბუა თუ ვერ ჩაერთო, ყოველ შემთხვევაში დედა და მამა და მშობელი უნდა იყოს აქტიურად ჩართული, რომ ანუ მე რასაც შევჭამ, ის ირეკლავს. ანუ ის რაღაცნაირად ისრუტავს ამ ყველაფერს და ფიქრობს, რომ უდედა რომ ჭამს, ესე იგი კარგია. ამიტომ ესეთი რაღაცები უნდა შევცვალოთ ხოლმე და თან ამ კიდევ ამ რეპორტის დახმარებით შემიძლია რომ აი მაგალითად გარკვეული ის ზოგადი რეკომენდაციები მივაწოდო, რაც mindful eating-ს ვეძახით ხოლმე გაცნობიერებულ კვებას. ამას ძალიან ბევრი ქვეპუნქტები აქვს. მაგრამ რეალურად შეგვიძლია რომ აი მაგალითად ვუთხრათ, რომ აი მოდი ახლა შენი შვილი წაიყვანე საყიდლებზე ერთად იყიდეთ, მიეცი იმას რაღაცა არჩევანის გაკეთების უფლება, მე მოდი სახლში გაარიცხნეს ბოსტნეული რაღაცა გარეთ, ერთად იყოს ეს ყველაფერი, ეს აქტიურობა უნდა იყოს ოჯახის საერთო სახე, რომელიც მართლა რეალურად ძალიან კარგ შედეგებზე გავდივართ ხოლმე და რა ვიცი, კი ვიყენებ. ძალიან კარგი რამეა ჩემი გამოცდილებით და როგორც ხედავ შენი გამოცდილებითაც და გეთანხმები, აი მოზრდილებში რო გადავიტანოთ ეგ ყველაფერი ბავშვი თუ რაღაც ოჯახია მხოლოდ არა, მაგრამ ძირითადად მაინც მისი როლური მოდელი, მაგრამ მოზრდილებში უკვე ის ამეგობროს ამბავი შემოდის, იქ სოციალური კულტურა მაინც გჭირდება. ზუსტად, სოციალური შეკრებები. აწილი ვართ. ზუსტად, რა დაბრკოლებებს ვაწყდებით სოციალური შეკრებისას, რომ თან ვისი ამოვნოთ პროცესით და თან საქმე არ გავიფუჭოთ და აი აქ შემოდის ხოლმე ის ამბავი, რომ აი ყველაფერი ან არაფრის პრინციპი არ უნდა გქონდეს და ერთი პატარა დარღვევა თუ მოხდა, ერთი ნეჭერი ტორტი თუ შევჭამეთ, არ არის ეს პრობლემა. თავარია რომ როგორც მინიმუმ თეფშის ჯანსაღად აწყობის პრინციპი ვიცოდეთ. მიცოდეთ იგივე სუფრაზე, როცა მოვხვდებით, რა გადმოვიღოთ ჩვენს თეფშზე, როგორ განვალაგოთ, როგორ დავაპრიორიტეტოთ ცილა, ნახშირწყალი ან ბოსტნეული ჩვენს თეფშზე. იგივე რომ მარტო მხოლოდ ტორტის ერთი ნაჭერი რომ გავსინჯოთ ცარიელ კურსზე, სრულიად სხვა გავლენა იქნება ჩვენს ჰორმონალურ სისტემაზეც და გლუკოზის დონეზეც და შემდგომში ჩვენს შიფშილზეც მომდევნო კვებაზე. და ეს რო შევადაროთ რეალურად უკვე ჯანსაღ დაბალანსებულ თეფშს და ამის შემდეგ პატარა ნაჭერ ტორტს, რომელიც არც ისეთი მავნებელი არის, როგორც ესე მოიაზრებენ ხოლმე. ხა არ მინდა რომ ვიღაცამ თქვას, რომ ტორტის ნაჭრების ჭამას გვირჩევს, მაგრამ ყოველთვის ყველაფერი ბალანსთან მიმართებაში უნდა განვიხილოთ ხოლმე. მაგრამ ძალიან დიდი განსხვავება, ძალიან დიდ განსხვავებას გვაძლევს ეს და სრულიად გეთანხმები. კი, ისევე როგორც ერთი ნაჭერი ტორტი არ დაგვინგრევს ყველაფერს, არც ერთი ნაჭერი ბოსტნეულის ჭამა არ მოგცემს იმ დიდ ჯანმრთელობას, რასაც ვესწრაფით ხოლმე. აი ეს ყველაფერი ან არაფერის პრინციპზე ზუსტად აი ხა გამახსენდა ის кейსი რა უნდა მეთქვა. ძალიან კარგი უსაყვარლესი გოგო იყო, რომელმაც უნდოდა რომ 3 თვეში რაღაცა ღონისძიებისთვის უნდა დაიკლოთ 15 კილო. ანუ აქაც თავისი ნებით და თავისი გონებით დაიწყო რაღაცა ძალიან დაბალკალორიული დიეტა, რომელიც აი 800-900 კალორიას დღეში, ენერგეტიკულ დეფიციტში იყო, კალორიულ დეფიციტში იყო და ნუ რა თქმა უნდა, ხა პირველ თვეს დაიკრებდა აბა რას იზავდა, 8 კილოგრამი დაიკლო, იყო ძალიან ბედნიერი, ძალიან გამარჯვებული და მეორე თვეს დადგა ის სანატრელი დღე, რომ წონა გაჩერდა. და დადგა ეს პლატო, რომელსაც ყველას გვეშინია ხოლმე და ეშინიათ და სამწუხაროდ იმ პერიოდში არ იყო ინფორმირებული, რა არის ეს პლატო, რომ შეიძლება დადგეს და ნუ პრობლემა არ არის, მოდი ერთად გავაკეთოთ, იმიტომ რომ იყო სრულიად მარტო და ამან უფრო შეზღუდა, ჩავარდა პანიკაში. სტრესი ქონდა ამაზე ცალკე და ნუ რა თქმა უნდა მე ამან შეზღუდა უფრო მეტად ეს კვება. ნუ კარგი და მესამე თვე რო დაიწყო, აი ეს ღონისძიება რო ჩამთავრდა, მივიდა, ჩაატარა, აი მეორე დღიდან დაიწყო ისეთი კვება, როგორიც უნდოდა, ანუ ძველ კვებას დაუბრუნდა. აქ შემოდის აი ეს იო-იოს ეფექტი, სხვათა შორის, რომ იმან ამ
არაჩვეულებრივმა ქალბატონმა ამ დაკლებულ 15 კილოგრამთან ერთად ზედ დაემატა კიდე 5 კილოგრამი და დაარღვია ის ყველაფერი, ის ენდოკრინული სისტემას, აი შენ რო ძალიან კარგად ახსნის, ინსულინ რეზისტენტობა იქნება, ფარისებრი ჯირკვლის ჰიპოთირეოზი და კიდე ბევრი რამ და თან დაერთო კუჭ-ნაწლავის სისტემის პრობლემა, იმიტომ რომ შიმშილობის პერიოდში ნაღლის ბუსტის სტაზი ხდება და შეიძლება კენჭების წარმოქმნას შეუწყოს ხოლმე ხელი და აი ზუსტად ეს ყველაფერი ან არაფერის პრინციპიც ქონდა რა. ანუ ეს რო ჩამთავრდა ეს ღონისძიება და აი ხა მე მოდი ხა ხაჭაპურ შევჭამ. მოდი კაცო ხა რა მოხდა? აი მოდი ხა კიდე რა მოხდა? ხა დღეს თუ ვჭამი აზრი არ აქვს და ეს ყველაფერი ან არაფერი გრძელდება ერთი დღე კი არა, ერთი კვირა, მე ვეღარ ჩერდები ორი კვირა, ერთი თვე და საბოლოო ჯამში გვაქვს ხოლმე იმაზე მეტი წონის ნამატი, ვიდრე ვარაუდობდი და ვიდრე გვინდოდა და ისევ მან კი არ წრეზე გვიწევს ხოლმე რეალურად სიარული. ზუსტად მაგიტომ არის აუცილებელი, რომ აი ის პრობლემები რაც ვახსენეთ 72 საათიანში იკვეთება მეთქი. ეს პრობლემები უნდა ავიღოთ და სათითაოდ უნდა დავამუშავოთ. ანუ რეალურად რაში გვეხმარება კიდევ უფრო მეტად ეს პროცესი, რომ მე თვითონ რომ გავიაზრებ ადამიანი დღესა და მისი საჭიროებებიდან, მიზნებიდან გამომდინარე დათვლილი რომ მაქვს მისი ნუტრიენტული განაწილება ან კალორიაჟი სად არის და ამათ შორის განსხვავებას რომ ხედავ, მე ეს ყველაფერი ამ ადამიანს უნდა გავუზიარო და ზუსტად ამ დროს ამჩნევენ ხოლმე თურმე სად არის პრობლემის სათავე. და ეს პრობლემა ერთი არა, როგორც წესი მრავალია, ანუ შეიძლება ცილას ეხებოდა, შეიძლება ნახშირწყალს, შეიძლება მთლიანად კალორიების რაოდენობას, შეიძლება დღის განმავლობაში განრიგს მისას, ანუ განსხვავებულია, მაგრამ თითოეულ პრობლემას აქვს თავისი აწერტილი და ბ-წერტილი, ანუ A, რომელშიც იმყოფება და B, რომელშიც უნდა მივიდეთ ერთად. და ეხლა მე და შენ რო დაგვაყენო რამდენიმე გზის წინ, ანუ ყველას ერთბაშად ვერ გავივლით, ხო? ერთი გვაქვს ასარჩევი და პრიორიტეტული. ზუსტად ასე არის ნებისმიერი პრობლემის გამოსწორების პროცესშიც. რაღაც ერთი პრობლემა უნდა არჩიო და მის ირგვლივ უნდა იმუშაო. შესაბამისი რჩევები უნდა მისცე. შესაძლებელია რომ ეს იყოს, არ ვიცი, საუზმეზე მეტი ცილის დამატება. ან დღის განმავლობაში მეტი ბოსნეულის მიღება დანაყრების გაზრდის თვალსაზრისით ხო შესაძლებელია რაღაც რეგულარობა მივცეთ ყვებას ანუ ერთი რეალისტური მიზანი უნდა დავისახოთ და მის ირგვლივ ვიმუშაოთ გააჩნია ადამიანს ვიღაცისთვის შეიძლება ერთი კვირა იყოს საკმარისი ვიღაცისთვის 10 დღე ვიღაცასთან შეიძლება რაღაც ეტაპზე ანუ აი ამ ადან ბ-წერტილამდე რომ მიხვალ აი სადღაც აქ შუაში გაჩერდე და ცოტა სხვა პრობლემაზეც გადახვიდე და მე მოუბრუნდე ძალიან ინდივიდუალურია და ამ ყველაფრის ეს ეტაპობრივად გამოსწორება თუ არ მოხდება მეორე დღიდანვე თუ დავისახავთ მიზნად რომ ეხა ყველაფერი იდეალურად წავა გამორიცხულია ასე არ იქნება ხო მაგალითად იყო ერთი ადამიანი რომელმაც თქვა ასე ვთქვათ ამ კუთხით დახმარება და მახსოვს მისი განზრახვა რომ ეხა მეორე დღიდანვე ცურვაც უნდა დაიწყო ჯიმში სიარულიც კვების გამოსწორებაც და აი რომ გავაჩერე და უთხრე რა აბა ეხლა მოიცადე ცოტა ნელა შევყვეთ ამ ყველაფერს ეგ ყველაფერი რეალური არ არის მე თანდათან პროცესში დაინახა რომ თურმე ერთი ჩვევის გამოსწორებას მე მეორე ძალიან მარტივად მოსდევს ხოლმე და შენ ახლა ახსენე პლატოს ამბავი ზუსტად ისევე როგორც თვითეფექტურობა იწყებს მერყეობას წონაც იწყებს ხოლმე მერყეობას რაღაც ეტაპს ამ პლატოსაც თავისი მიზეზები აქვს ხო ჩემი გამოცდილებით რა ყოფილა ყველაზე ხშირად მაინც არის რაღაც ფარული კალორიები ხო ფარული კალორიების ძიება ისეთი პროცესია შეიძლება კიდევ ერთხელ თავიდან მოითხოვოს 72 საათიანი რეპორტის გამოთხოვა ადამიანისთვის. აი შენ რომ თქვი რომ დედისთვის ორმაგად დადებითიაო ეს პროცესიო, სრულიად გეთანხმები. დედისთვის კი არა, მოზრდილი ადამიანისთვისაც ძალიან დიდი სარგებლის მომტანია, იმიტომ რომ რაღაცნაირად აკვირდები რეალურად როდის რა არჩევანი გააკეთე, როდის რა მიიღე, მართავ კი, ზუსტად. და სად შემოგეპარა ეს ფარული კალორიები, არ ვიცი, ტკბილი მიიღე, შედარებით ჯანსაღი ტკბილეული, მაგრამ უფრო დიდი პორცია თუ ცოტა თხილეულს გადააჭარბე, თუ ერთი სუფრის კოვზი უკვე თავიანი ამოიღე და არავთავოდ, ანუ სად მოხდა ეს გარღვევა, ხო? პირველი მაინც ყოველთვის ესაა ხოლმე. და როგორც წესი ამ ფარულ დამნაშავეებს პოულობთ. მაგრამ თუ ეს ასე არ არის და თუ ყველაფერი თითქოს და იდეალურად მიდის და ამას ამოწმებ ობიექტურადაც მეორე მიზეზი რაც ძალიან ხშირად მინახავს ხოლმე არის ის რომ ადამიანები გაუცნობიერებლად ამცირებენ ხოლმე აი არასავარჯიშო ფიზიკურ აქტივობებს რასაც ვეძახით მაგალითად ფეხით სიარულს დაატვირთვას ყოველდღიურს რაღაც სახლის დალაგება იქნება ეს თუ სახლის გასაირნება თუ კიბის გამოყენება ანუ შეიძლება გითხრას რომ კვირაში სამჯერ ვარჯიშობს 2-2 საათი მაგრამ ამ ვარჯიშის მიღმა ფაქტობრივად არ გადაადგილდება მუდმივად ან სამსახურში ზის კომპიუტერთან ან სახლში მანქანით მიდის ან
მანძილიდან არ დგება და ამ დროს ერთი რაც შეგიძლია ურჩიო არის ის, რომ მოდი ყველაფერს ყვებას თავი დავანებოთ და ცოტა ეს ფიზიკური აქტივობა გაზარდე, ცოტა მეტი გაიარე ფეხით, მეტი გაისეირნე, ძილის წინაც მოგცემს ეგ ბენეფიტს უკეთესად დაგაძინებს, ხო? სხვათა შორის ძილიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამბავია, მანაც შეიძლება ძილი იყოს დარღვეული და საერთოდ ამის გამოსწორებაზე ვიმუშაოთ. მაგრამ ბევრი ისეთი პროცესია, რომელთა აღმოჩენა არის ადამიანთან ერთად აუცილებელი. ამას შენ მარტო დამოუკიდებლად ვერ ივარაუდებ. მან თუ არ მოგაწოდა ობიექტური ინფორმაცია, სხვანაირად არ გამოვა. და ეს რომ მოხდეს, ამისთვის ნდობა უნდა იყოს ორ ადამიანს შორის. კი, ან ზუსტად მაგიტო ახსენე, რომ ეს თანამგზავრი სიტყვა ჩემთვის მართლა ძალიან ისეჭდება, იმიტომ რომ მარტო არ გადიხარ ამ გზას და არც ის არ გადის. ანუ შენ პასუხისმგებლობაც გაქვს, ვალდებულიც ხარ და მორალიც გაქვს იმის, რომ ეს ადამიანი აი მსგავს დაბრკოლებების გზაზე, აუკრობოკრო გზებზე არ დატოვა და მუდმივად მასთან ხარ ნებისმიერ სიტუაციაში, არ ვიცი, ხინი ჭირი როგორც ვამბობთ ხოლმე, მართლა რეალურად ეგრეა და შენ ძალიან კარგად აღნიშნე, აი პრობლემის წამოჭრა, პრობლემის გაანალიზება, გათვითცნობიერება და მე ამ პრობლემის გადასაჭრელად სპეციფიკური მიზნის დასახვა და ეს მარტის მიზანი გამახსენდა და აი ძალიან კარგად თქვი ეგ, რომ ყველა ადამიანი არის ინდივიდუალური. და ყველა ადამიანი თავისი არსით არის მართლა უნიკალური და ყველა სჭირდება განსხვავებული მიდგომები და ამიტომ ეს კიდე სხვა ამბავია და სხვა თემაა, რომელიც ძალიან ისე შეგვიძლია რომ ავხსნათ და სამომავლოდ მერე კიდე ვისაუბროთ, მაგრამ გეთახმები აბსოლუტურად ყველაფერში. ზუსტად. აი მართლა მეც მინდოდა იქ კომენტარი გამეკეთებინა, თანამგზავრი ძალიან იდეალურად შერჩე ეს სიტყვა. და ამ თანამგზავრობის პროცესში პლატოსაც თუ გადავივლით ხოლმე და როგორც წესი წარმატებით გადავდივართ ამ ფაზასაც. აი ბოლოს, სულ ბოლოსკენ სამიზნე წონას რომ მივახლოვდება ადამიანი, აი მან არის კიდევ ერთი დაშვებული შეცდომა, ხშირად დაშვებული შეცდომა, რომ გონიათ რომ პროცესი დასრულდა. არ ვიცი შენს გამიზიარე მე შენი აზრი, მაგრამ ეხლა ლოგიკურად გადავაგრძელე ეს ყველაფერი, ხო? აი მარათონის ბოლოს, აი ბოლო ენერგიას რო მოვიძიებთ ხოლმე და ფინიშის ხაზამდე მივდივართ და მე ერთიანად ვეშვებით, რაღაც ესეთი არ უნდა დაიმართოს ამ დროს ადამიანს. ანუ რეალურად ამის მერეც გრძელდება მარათონი. არა იმ ინტენსივობით შეიძლება როგორც დასაწყისში, მაგრამ რეალურად ფინიშის იქეთაც არის გზა რომელიც ერთად გვაქვს გასავლელი. იმიტომ რომ აქ შემოდის ხოლმე შიშის მომენტი, რომ ეხლა დავიკელი და რა, ანუ ეხლა როგორ უნდა ვიყვებო, რომ ისე ვარ გადავაჭარბო, როგორ ვაკონტროლო მადა, მუდმივად რაღაცას ხომ არ ავიკრძალო, იქამდეც არ უნდა იყოს აკრძალები, რა თქმა უნდა, და არც პროცესის შემდეგ. და აქ კიდევ ერთხელ საჭიროა ხოლმე, რომ ხელი ჩაკიდვა ადამიანს და მასთან ერთად გაიარო ეს რაღაც თვითრეფლექსიის გაანალიზების გზა. კი, თან ზოგადად ხო ცნობილია ისიც, რომ წონის კლების გზა მარტო წონის კლებით არ შემოიფარგლება. ხო, ეს არის წონის კლება, წონის შენარჩუნება და ეს რაღაცა გარკვეული კვირეობით გადავადდება ხოლმე და აი მე მაინც მგონია, რომ ძირითადი პრობლემა არის რაღაცნაირად ინფორმაციის ნაკლებობა ან დეფიციტი. იმის ან ჩვენი მიზანიც რეალურად ეგ უნდა იყოს და მართლა ძალიან მიხარია ეს ამბავი დღეს რაც ხდება, რომ ანუ იმდენად უნდა ვეცადოთ, რომ ეს საზოგადოების უმეტესი ნაწილი იყოს ინფორმირებული, თუნდაც მაგალითად პლატოზე, რომელზეც ყველა პანიკაში ვარდება. რომ ვაიმე, ეხლა რა მეშველება, ვაიმე, ეხლა რაღაც ისეთი ხდება, მაგრამ რეალურად არაფერი არ ხდება. ეს არის ფიზიოლოგიური ამბავი, რომ შეიძლება წონა გაჩერდეს და ამას პანიკა არ უნდა მოყვეს და ნუ ჩვენი ჩართულობა რომ ცალსახად მნიშვნელოვანია და ამას კიდე ძალიან ბევრი ფსიქოლოგიური მიდგომები და ბევრი რამ სჭირდება ჩვენს ცოდნასთან ერთად, ეს კიდევ რა თქმა უნდა. წეღან ახსენე ძალიან კარგი ფრაზა, რომ რეალურად ის რომ პლატო უდგებათ ადამიანებს და ამის გამო პანიკაში არიან, ძალიან დიდწილად არის დამოკიდებული იმ ინფორმაციის სწორი ინფორმაციის ნაკლებობაზე, რაც არის ჩვენს რეალობაში, ხო, ჩვენი ირგვლივ. და ზუსტად აქ შემოდის კოუჩის საქმე და მიზანი, რომ ერთი რომ თავიდანვე გააზრებინოს პლატოს არსი ადამიანს და ის როგორ შეიძლება რომ ებრძოლოთ. და მეორე რომ ეს არ არის რაღაც ერთჯერადად ნარჩევი, მიცემული რჩევები, რომლითაც ყველაფერი ხანგრძლივად გამოსწორდება, ანუ დინამიური პროცესია და მუდმივად უნდა გავუყვეთ ამ პროცესს, ხო, ეტაპობრივად. ყოველკვირეულად, ყოველდღიურადაც კი გვიწევს ხოლმე კომუნიკაცია ამ ადამიანებთან, რომ ყველაფერი ასე თუ ისე დროდან დრომდე ვაკონტროლოთ. და ზუსტად პლატომდე სანამ მივალთ, იქამდეც ვეცადოთ, რომ პლატოს პრევენცია მოვახდინოთ. თუ მოხდება, ესეც არ არის პრობლემა, ხო? აი მაგალითად ერთი რაღაც გამახსენდა კიდევ
ყოფილა შემთხვევა, ჩემთან როგორც ენდოკრინოლოგთან ოღონდ მოსულან ადამიანები შეშფოთებულნი და გაუზიარებიათ ფურცელი, ანუ მოუტანიათ მართლა დაბეჭდილი ფურცელი, რომელიც წამიკითხავს საკუთარი თვალით და მინახავს გეგმა კვების, არც კალორია დამითვლელი და არც ნუტრიენტები, უბრალოდ აზრი არ ქონდა, მაგრამ გეგმა იყო კვების, რომელიც უნდა იცვე 1 თვის განმავლობაში. ანუ ჯერ მარტო ხო გამორიცხულია რომ ადამიანმა ასე ამ მიმართულებით არ ვიცი რა ძალა იყოფა და რა დემპის ყოფა რომ ყოველდღე ერთი და იგივე ჭამოს. მეორე სულ რო იდეალურად კონდეს ვიტამინების დონე სისხლში ხო ეგრევე დეფიციტში წავა, იმიტომ რომ რაც არ უნდა ჯანსაღი პროდუქტებით ააწყო ერთი დღის გრაფიკი სხვადასხვა პროდუქტში ვიცით სხვადასხვა მინერალი და ვიტამინი და ესენი ერთმანეთს ცვლიან. თუ დღიდან დღემდე მონაცვლეობა არ იქნება, ყველა ვარიანტში ეს ჯანმრთელობას დააზიანებს. და მესამე თავისთავად რაღაც ეტაპზე დადგება პლატოს მომენტი, ერთი იმიტომ რომ ფიზიკურად ვეღარ დაიცავს ასეთ კვებას და მეორე იმიტომ რომ ადამიანი წონაში რომ იკლებს, მისი მოთხოვნილება ენერგეტიკული ბუნებრივად მცირდება. მაგალითად, ასეთი შემთხვევაც ქონია, რომ 10 კილოგრამი დაუკლია ადამიანს და უთქვამს რომ აი რა საწყისი კალორიული დეფიციტიც დავიკელი, აი ახლა იმით ვეღარ ვიკლებ. და გაკურებული ყოფილა ამის გამო, რომ ისე იდეალურად ყველაფერს მივყვები, მაგრამ ვეღარ ვიკლებ. და ძალიან ლოგიკური პასუხი არის მაგაზე ის, რომ 10 კილოგრამით მეტი როცა იყავი, მაგალითად 80 კილოგრამი, შენი მაშინდელი დათვლილი კალორიული დეფიციტი ეხლა შენ ბალანსში გაქცევს. შესაბამისად, კლება რომ გაგრძელდეს, უკვე აქედან გჭირდება დეფიციტის გაკეთება, ხო? ამას გულისხმობ, რომ ეს არ არის ერთ და ორ დღეში გამოსწორებადი პრობლემა და მუდმივად ეტაპობრივად უნდა მიყვე. ყოველდღიურად, ყოველკვირეულად უნდა ცვალო კვების გეგმა, იქნება ეს გეგმის სახით თუ გარკვეული რჩევების სახით და მუდმივი კომუნიკაცია უნდა გქონდეს ადამიანთან. კი, და სხვათა შორის რა კარგი რაღაც გამოიკვეთა ნახე. ჩვენ რაღაც გარკვეულწილ მაინც ექიმები გვქვია, ხო, მიუხედავად იმისა, რომ კიდე ძალიან დიდი გზა გვაქვს გასავლელი, მაგრამ აი ექიმი და კოუჩი. მიუხედავად იმისა, რომ ამ ორ ამბავს და ამ ორ მოცემულობას აქვს ძალიან საერთო წერტილები, ძალიან ბევრი განსხვავებების იკვეთება ხოლმე, იმიტომ რომ აი მე ვფიქრობ, რომ ანუ შენს აზრის გადაგრძელება მინდა ახლა რამდენად გამომივა, არ ვიცი, თუმცა მინდა ვთქვა, რომ კოუჩინგი მაინც სხვა ამბავია, მაინც სხვა ჩართულობა და მაინც ძალიან დიდი და უზარმაზარი მოცემულობა, იმიტომ რომ აი მაგალითად ექიმი უფრო დირექტიულია, ანუ რას გულისხმობ, იცი რომ ექიმი ფოკუსირებულია დაავადების აღმოჩენაზე, პათოლოგიაზე, მკურნალობაზე, ლაბორატორიულ მონაცემებზე და მართვაზე. მაგრამ უკვე კოუჩი არის სრულიად სხვა, იმიტომ რომ კოუჩს აქვს შეხება იმედგაცრუებასთან, გამარჯვებებთან, ადამიანის ემოციურ ტრავმებთან, ბავშვობის ტრავმებთან, ხო? ანუ ეს ყველაფერი არის იმდენად სიღრმისეული, რომ ჩვენ მაგიტო სწორად აღნიშნე, რომ ჩვენ ერთი კვირა ურთიერთობის არ გვეყოფა. ანუ ჩვენ მაქსიმალურად ესე მხარ მავალნი უნდა ვიაროთ, აი 3 თვე, 6 თვე, არ ვიცი, გააჩნია ადამიანს რა დაბრკოლება და რა მოლოდინები და რა მიზანი აქვს. ანუ ეს უნდა იყოს ძალიან ხანგრძლივი პროცესი, ოღონდ პატარ-პატარა მიზნებით დაპროექტებული, ასე ვიტყოდი, ხო? იმიტომ რომ უფრო სიღრმისეულია, მე ასე ვფიქრობ და უფრო მეტად ემოციური ჩართულობა სჭირდება, უფრო მეტი მეგობრობაც სჭირდება, იქ ყავაზე გაცვლას სჭირდება, რაღაცა საერთო აქტივობები, შაბათ-კვირას ერთად გასვლა, აი არ ვიცი, რაღაცა ყველაფერი საერთო, რომელიც შეიძლება საბოლოოდ ძალიან ოჯახურ კავშირშიც კი გადაიზარდოს ხოლმე, იმიტომ რომ მე მეგობრები ვხვდებით და ძალიან დიდი გზის გავლა გვიწევს ხოლმე ერთად. ზუსტად, აი მობესოგენურ გარემოში, რომელშიც ვცხოვრობთ, როლური მოდელი უნდა იყოს შენ იმ ადამიანის, რომელსაც ესე ხელს ჩაკიდებ და პროცესში დაეხმარები და შენი არჩევანი შეიძლება ძალიან ხშირად მისთვის მაგალითი გახდეს და ის რომ შენ აპირებ ახლა ვარჯიშზე გასვლა შეიძლება მისთვისაც мотиваცია გახდეს და მაინც ერთმანეთის ანარეკლები ვართ, მithumetes როცა კოუჩინგს ეხება საქმე და ვირეკლავთ მაინც მე ჩემსას, ის თავისას და მე ერთმანეთისას და საბოლოოდ მოდის ის შედეგი, რაც რეალურად გვინდა ხოლმე. ამიტომ მართლა აი ეს რაღაც კოორდინირებული მუშაობა, თან ემოციაც გვჭირდება, რომ რაღაცა კარგი პროდუქტი საბოლოოდ გამოგვივიდეს. ნუ პროდუქტი ისეთი ნათქვამია, მაგრამ პროდუქტი, რომელიც თავის მიზანს და мотиваციას მოიცავს. კი, ნამდვილად და ყველაფერი ნდობაზეა საბოლოო ჯამში დამყარებული, ხო? რეალურად ამ ადამიანის ნდობა უნდა მოიპოვა და ეს ემპათია რა. ექიმი მე ემპათიის გარეშე ვერ წარმომიდგენა და არც ვაღიარებ სიმართლე გითხრა, მაგრამ ალბათ უფრო მეტი ემპათია სჭირდება, იმაზე მეტი ემპათია და თან უფრო მეტი დრო, ან მეტი დროის ინვესტიცია გვჭირდება, მეტი რესურსი, მეტი ემპათია და ყველაფერი მეტი და მეტი. ზუსტად
დრო გალიმიტირებს რეალურად, ანუ ექიმთან მიდიხარ კონსულტაციაზე, არ ვიცი, თვეში ერთხელ, სამ თვეში, 6 თვეში ერთხელ გამორიცხულია ექიმმა მოახერხოს და გააკონტროლოს კიდე შენი ყოველდღიურობა, კვებითი ჩვევები და ამაში ჩაიძიოს. უბრალოდ გამორიცხულია, ფორმატიც კი არ გაძლევს ამის საშუალებას, ამიტომ 20 წუთი, 30 წუთი არც კი. ხო, 1 საათიც კი და ესეც არ არის საკმარისი არ არის ხოლმე საბოლოოდ კი. მიუხედავად რომ შეიძლება ძალიან ეცადო. შეიძლება და რა თქმა უნდა მეც ვცდილობ ყოველთვის გინდოდეს, მაგრამ გარემო არ გიწყობს. მეც ყოველთვის ვცდილობ რომ ჯანსაღების პრინციპებზე ყველას ვისთანაც მოვასწრებ ვილაპარაკო, მინიმუმ ეს მაინც ავუხსნა, მაგრამ უბრალოდ არ გამოგდის სხვანაირად. დასრულებით გეთანხმები ამაში. მე ერთადერთი რასაც ალბათ დავამატებდი იქიდან რაც სავარაუდოდ გამორჩა და მინდა და მეხსენებინა არის ის რომ აი შენერჩუნების ფაზაში როცა მივდივართ წონის შენერჩუნების ფაზაში შენ წეღან ახსენე მოლოდინები იგივე პლატოს მოლოდინიც უნდა ჰქონდეს ადამიანს ხო კიდევ ერთი რამე რის მოლოდინიც უნდა ჰქონდეს არის წონის ფლუქტუაცია ანუ ის რომ რაღაც 1-2 კილოგრამს პერიოდულად მოიმატებს ან დაიკლებს კატასტროფა არ არის პირიქით ნორმალური პროცესია და ამაზე ცალკე შფოთვა განსაკუთრებით ქალბატონებისთვის ზუსტად. ამაზე ცალკე შფოთვა უჩნდებათ ხოლმე და შფოთვის დონე იწევს ხოლმე ადამიანებში, რომ აი ხო წინა კვირაში ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ 1 კილო გამექცა და რა გავაკეთო? არაფერი, მშვიდად იყავი წნარად. წინა კვირაში რა მოხდა გადავხედოთ, თუ რაღაც სოციალური აქტივობა იყო, რომელმაც სიამოვნება მოგიტანა და იქაც ჯანსაღი არჩევანი ასე თუ ისე გააკეთე. არა პრობლემა დღეს ხვალ გზეგ ისე დაუბრუნდებით ჩვენს ყოველდღიურ რეჟიმს. მე პირადად ჩემი გამოცდილებით რო გითხრა, რაღაც ეტაპი ცხოვრების რაღაც ეტაპამდე უფრო სწორად სრულიად განსხვავებულად ვიყვებებოდი. აი ბავშვების ჩვევები რო ახსენე, ზუსტად ჩემ თავზე გამახსენდა, რომ კარაქიანი პური ჯემით იყო ჩემი საუზმე. შენ შაქარმოყრილი კარაქიანი პური არ იყო შენ ბავშვობაში. არა, შაქარ ჩაიში. ჩემ ბავშვობაში იყო ღმერთო როგორ ჭამდი ხომ? არა, მე შაქარ ჩაიში ვყრიდი და შაქარი ჩაის გარეშე ვერ წავედი. არის კიდე დამატებით შაქარი ჩაიში, ეს დამატება იყო. აჰა, ძალიან ნანობ, მაგრამ შენ თლად შაქრის კომბინაცია. მწუხაროდ. ხო, ჩემ შემთხვევაში მართლა ვერ წარმოვიდგინე, რომ ერთ მშვენიერ დღეს ჩაის შაქრის გარეშე დალევას შევძლებდი. ან სადმე კაფეში ან რესტორანში მეგობრებთან რომ მოხვდებოდი, ლიმონადს არ ავიღებდი. კოკა-კოლა არ მიყვარს, არც ფანტა და მსგავსები, არასდროს ვყარებია, მაგრამ აი ლიმონადი იყო, რასაც ყოველთვის ვიღებდი ხოლმე ვუკვეთავდი და წყლის მაგივრად წინ ვიდგამდი და უბრალოდ ერთი მომენტია რომ რაღაცებს რომ იაზრებ ადამიანი რაღაცებს რომ დეტალებში ეძიების სწავლობ შემდეგ თითოეული პროდუქტის შენს ხელზე გავლენას აკვირდები მე ბუნებრივად აღარ გინდება ანუ კი არ ვუგრძალავ დღეს ჩემ თავს ლიმონადს ან კარაქიან პურს თუ საშუალება იქნება და მომინდება აუცილებლად გავსინჯავ ერთსაც და მეორესაც მაგრამ უფრო მეტად აქცენტს ვაკეთებ იმაზე რომ მეტი ჯანსაღი პროდუქტი შემოვიტანო რაციონში და ამას ვურჩევ ხოლმე სხვასაც მეტ წყალს ვსვამ და ყოველთვის წყალი მიდგას წინ, რომ ნაკლებად მოუნდეს ჩემ ორგანიზმს რაიმე გაზიანი სასმელი ან არასასურველი პროდუქტი, ხო, ზოგადად ვამბობ. იგივე ხილის წვენები რო ავიღოთ. ბავშვობაში არ ვიცი, მთელი დღის განმავლობაში შემეძლო დამელია ხილის წვენი. მიუხედავად იმისა, რომ ხილიც მიყვარს და ხილის წვენიც, რაღაც არ ვთვლიდი, რომ ერთი მეორეზე უკეთესია. მაშინ აღქმაშიც იყო, რომ კარგი იყო და მშობლები და ბებია-ბაბუებმაც იცოდნენ, რომ ხილის ნატურალური ხილის წვენი კარგი იყო ზრდა-განვითარებისთვის, თუმცა შეცდნენ. ხო, ზუსტად, თორე არ ჩემ მშობლებს და ჩემთვის ცუდი ხილის წვენები რომ მქონდა ხოლმე ესე ჩალაგებული. მაგრამ ანუ აღქმის მომენტი არის და თვით გააზრების და არც არავის მოგწალო ხილის წვენს თავისთავად შეიძლება რაციონში იყოს. უბრალოდ ჩემ შემთხვევაში ეგრე დაალაგდა რომ როცა გავიაზრე რა უკეთესი არჩევანი და რა ნაკლები და ვიცადე უკეთესი მეტი ოდენობით შევამეტანა რაციონში. რაღაც 80-20%-ით რა თქმა უნდა მეც მერღვევა ხოლმე რაღაცები პირადი გამოცდილებით და ის მაგალითი არის ხოლმე ყოველ კვირეულად მაინც მიუხედავად ამისა, ვცდილობ რომ რაღაც ჯანსაღი კვება შევინარჩუნო და ამას ვურჩევდი სხვასაც. კი, ეგ თან იცი რა არის, აი რო დავამშვიდოთ უმეტესობა, რომ ხანდახან რაღაცები ჩვენი ბრალი არ არის ხოლმე იცი. იმიტომ რომ ისეთ გარემოში ვცხოვრობთ, რომ ყველაფერი გვიბიძგებს იმისთვის, რომ მოდი ახლა შენ ეს გემრიელი რაღაც უნდა ჭამო. იმიტომ რომ ეს მაღალკალორიული, მაღალგემური, ძალიან გემრიელი და ანუ მარტივად გადამუშავებადი პროდუქტები არის ყველგან ხელმისაწვდომი. ანუ სადაც არ უნდა გაიხედო, ეს სწრაფი კვების ობიექტები არის ძალიან გემრიელი პროდუქტებით და მოდი ახლა შენ და ნუ შეჭამ. ცოტა ისეთი ნათქვამია, მაგრამ იმის თქმა მინდა, რომ ხანდახან საკუთარ თავი არ უნდა დავადანაშაულოთ ხოლმე რა. იმიტომ რომ
ეს სამყაროც ისე არის მოწყობილი ობესოგენურ სამყაროს, რასაც ვეძახით, რომ ძალიან ბევრი მაცდური ამბები ხდება და ძალაუნებრივად ახლა ადამიანები ვარ და ხანდახან მით უმეტეს სოციუმის ნაწილი ვართ და რა თქმა უნდა ჩვენს მეგობრებთან ერთად წავალთ, დავლევთ, შევჭამთ, გემრიელოთ და ყველაფერს გავაკეთებთ. ამიტომ მარტო ის რომ მე ძალიან ცუდი ვარ და მე ძალიან უნებისყოფო ვარ და მე რაღაც არ გამომდის ამ ჭრილში საკუთარი თავი არ უნდა გავაკრიტიკოთ ხოლმე და უნდა მივხვდეთ რომ ის რაღაცა ის გარემოც გვიწყობს ხოლმე ხელს რა და აი თუ რაღაცებს შევცვლით მაგრამ არც არაფერს გამოვაკლდებით ხო აი ეს პატარ-პატარა ხრიკებიც უნდა ვისწავლოთ რომ წავედი მეგობრებთან ერთად არ დავდია სიტყვაზე რაღაცა კოქტეილი მაგრამ სანაცვლოდ შევქმენი ჩემთვის საკუთრებული სასმელი, რომელიც არაფერს ჩამოვარდებოდა სიტყვაზე კოქტეილს. ხო, ესეც პატარ-პატარა ხრიკებს რო ვასწავლეთ ხოლმე სხვებს, უფრო მეტად თამამები და უფრო ბედნიერებიც არიან ხოლმე და ის დაბრკოლება აღარ არის სიტყვაზე, სადღაც რესტორანში ან სადღაც ბარში წასვლა. რო გჭირდება ხოლმე. ცეკვაც გჭირდება და ყველაფერს გჭირდება, ამიტომ არ უნდა გამოვაკლდეთ მსგავს ამბებს და უფრო მეტად ბედნიერები რო ვიყოთ და უფრო ნაკლებ თვითკრიტიკულები, ეს ჩვენი კვების პროცესიც ბევრად მარტივად წარიმართება რა თავის გზაზე წავა აუცილებლად. ზუსტად გეთანხმები და იგივე რესტორანში წასვლისას ცეკვე კარგი ფიზიკური აქტივობაა. კი, როგორ არა. შესაძლოა ის 11 კალორიაც შენარჩუნებაში. ხო, ნუ ზოგადად ფიზიკური აქტივობა ბევრისთვის აღსაქმანია როგორც კარგი წონის კლებისთვის, მაგრამ რეალურად უფრო წონის შენარჩუნებისთვის არის და ეს მადის რეგულირებისთვის, ვიდრე უშუალოდ წონის კლება და აი ეს პატარ-პატარა რაღაცები რო ყველა მიცოდეს, ძალიან მარტივი იქნებოდა ყველაფერი და მეც ეგ მინდა. სხვათა შორის ახლა გამახსენდა წეღან ახსენე ეს ობესოგენური გარემო და ბავშვებთან მიმართებაში განსაკუთრებით მისი გავლენა. აი ადრე სულ თავიდან რო ვერ ყვევდი ხოლმე ამ ამბებში, მაშინ მახსოვს ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის ეს ინფორმაცია, რომ ბავშვების ტკბილეული მაღაზიის დახლებზე ცოტა ზემოთ არის ხოლმე განლაგებული და ზღაპრის გმირებს თვალები აქვთ ქვემოთ მიმართული, რომ რაღაცნაირად თვალის კონტაქტი დაამყარონ ბავშვთან და ბავშვმა როგორი ხრიკია მარკეტინგი შეფუთვის გამო მოსთხოვოს დედას, რომ აი ზუსტად ის მინდა ის კონკრეტული და წარმოიდგინე ასეთი რამდენია ჩვენი ძალიან ბევრი და მართლა ესე პატარ-პატარა ხრიკებით უნდა ვებრძოლოთ ხოლმე. რაც ახსენე რომ ფიზიკური აქტივობა შენარჩუნების ფაზაში მნიშვნელოვანია, სხვა შორის ჩემთან ან მიმშავი ერთ ადამიანთან, რომელმაც დაახლოებით 20-25 კილოგრამის ფარგლებში დაიკლო და პირველ ფაზაში რო გადავედით შენარჩუნების ფაზაში, თვითონაც ამბობდა და აკვირდებოდა რომ ცურვა ძალიან ეხმარებოდა პროცესში. ბევრად მშვიდად იყო, კაცებით მეტ კალორიას იღებდა, არა ჯანსაღს, მაგრამ ჯანსაღ ზედმეტ, შედარებით მეტ კალორიას, თავადაც მშვიდად იყო, მხნედ იყო და პროცესში შენარჩუნება ძალიან გაუმარტივდა. აი შემდეგ უკვე რაღაც ეტაპზე თავისი ყოველდღიურობიდან სამსახურიდან გამომდინარე მოუწია ცურვაზე უარის თქმა, ну ასე თუ ისე ფიზიკურად აქტიური დარჩა, მაგრამ ეს რაღაცა ძირითადი მაინც გამოეცალა ხელიდან. და მიუხედავად იმისა, რომ დღესაც კარგად ინარჩუნებს და ძალიან მცირე აბსოლუტურად ჯანსაღი ფლუქტუაცია აქვს, წონის რაღაც პლუს მინუს 1-2 კილოგრამი და ძალიან ამოყობ ხოლმე ამ ადამიანით. მიუხედავად მაგისა თვითონვე თქვა ეგ თვითონვე გამოიტანა ეს დასკვნა, რომ აი ცურვა მე ძალიან მეხმარებოდა პროცესშიო, ბევრად მშვიდად და მხნედ ვიყავიო და ზუსტად მაკეთკენ მოუწოდებ ადამიანებს, რომ აი დაკლების პროცესში შეიძლება ნელ-ნელა ცოტა ფიზიკური აქტივობები შემოვიტანოთ, არა აუცილებელი ხვალვე ყველაფერი დავიწყოთ ერთიან და რაღაცნაირად ორგანიზმი მივაჩვევთ იმას, რომ აი მიზანს რომ მივახწევთ, მერე ძალიან დაგვეხმარება ეს და რეგულარული გავხადოთ ეს ყველაფერი. აი ვიტყვი აი ფიზიკურ აქტივობაზე რო ახსენე, სხვათა შორის მე საპირისპირო შემთხვევა მქონია. არის იყო ერთი ადამიანი, რომელიც ფიქრობდა, რომ რადგან ფიზიკურად აქტიური იყო, თავს უფლებას აძლევდა რომ აქტივობის მერე იმაზე მეტი კალორია მიიღო, ვიდრე რეალურად ეკუთვნოდა და მუდმივად იყო აი ამ რაღაცა გაურკვევლობაში, რომ აი ფიზიკურად ვარჯიშობდა, წონა რატო არ მოდის დაბლა და ესეც კიდე ძალიან კარგი რაღაც გამახსენდა რა და ესეთ რაღაცებსაც დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ ხოლმე. ძალიან მიხარია, ძალიან მშვიდად. აი, კეისი ზუსტად იქ მოდის ბმაში, კვირაში სამჯერ აქტიურია, მაგრამ დანარჩენი დღეები რომ რთულია მისი ამოძრავება. სავარაუდოდ თუმცა რაღაცა კოუჩის. კი, სავარაუდოდ ეგ არის. კი, potato. თამათ. აქ იმდენი ბოსნეული გვიწყვია, რომ შეიძლება ავირიეთ. რაც გინდის იყოს, არსი მაინც ერთია და
ყველა ჯანსაღია მეკურებ. კი. კარგი, ხო შემიჯამებდი, ასე თუ ისე. საბოლოოდ რას ფიქრობ, რა გავუსიარებ? რას ფიქრობ და მინდა აღვნიშნო ის, რომ ძალიან ამჩატებული ვარ და მსუბუქად უგრძნობ თავს. იმიტომ რომ არ ველოდი ესეთ თავისუფალ დიალოგი თუ გვექნებოდა და ყველაფერი იყო რეალურად მეც ხო თავისუფალი მოვედი და შენს გეტყობოდა, იმიტომ რომ რაღაცა გონებას რომ თავისუფალ აზროვნებას მისცე. მე უცბად რაც დაიბადება, ის უნდა თქვა, წაკითხული გაგახსენდება, ნასწავლი იქნება თუ ნებისმიერი და ხო და ძალიან მიხარია და ძალიან კმაყოფილი ვარ და მადლობა შენ რომ ასეთი კარგი საუბრის შესაძლებლობა და საშუალება მომეცი და ზოგადად აი ამ პოდკასტს როგორ შევაჯამებდი არ ვიცი რამდენად კარგად გაიგო ჩვენმა მსმენელად მაყურებელმა ჩვენი ნათქვამი თუმცა ძალიან ბედნიერი ვიქნები თუ ერთ-ორ სიტყვას რო წაიღონ აქედან და რაღაცა პატარა თავის ყოველდღიურობაში ჩართონ და ცოტა შედეგი ჰქონდეთ და უფრო მეტად ბედნიერები იყვნენ მე ზოგადად სულ ვამბობ ხოლმე რომ იყავით ბედნიერები რამდენადაც შეგიძლიათ და მოდი მინდა რომ ყველა ძალიან ბედნიერი იყოს და იმედი მაქვს რომ ეს პოდკასტი და შემდეგ ჩვენი შემდგომი შეხვედრებიც ბევრ საზარგებლო ინფორმაციასა და ემოციურ სიმშვიდეს მოუტანს ჩვენს მაყურებელს გეთანხმებით ძალიან ვისიამოვნე მართლა შენთან საუბრით და იმედი მაქვს რომ ჩვენმა მსმენელმაც ისიამოვნა და იმედი მაქვს ნამდვილად დარჩა რაღაც ისეთი ინფორმაცია მნიშვნელოვანი რომელსაც თუნდაც ხვალიდან მე დანერგავდა თავის ყოველდღიურობაში და ჩემი აზრით კარგი პარალელები გაევლო ბავშვთა კვებასა და მოზრდილთა ასაკს შორის აი რაღაცნაირად დაკავშირდა ეს ორი ერთმანეთთან და ბევრი დეტალი შევატარეთ ხო ბევრ წელს შევეხეთ თუმცა ასევე კარგი იქნება ჩვენი მაყურებელი თუ კომენტარების ველში დაგვიტოვებ და მისთვის საინტერესო კითხვებს იმიტომ რომ ჩვენი პოდკასტი შემდგომში სხვა თანაწამყვანებით დაგიბრუნდებათ მაგრამ ჩვენ ისევ დავბრუნდებით ალბათ მომდენო ერთი თვის შემდეგ და გვეცოდინებოდა რა არის თქვენთვის საინტერესო რაზე ვიმუშაოთ და რა ინფორმაცია ასე ვთქვათ შეგიჩამოთ მომავალი შეხვედრებისთვის აი ესე რომ მადლობა კიდევ ერთხელ აი ამ ბედნიერ ნოტაზე დაგიშვიდობებით ბედნიერ დღეს გისურვებთ გამოიწერეთ ჩვენი არხი და დაელოდეთ მომდევნო შეხვედრებს ნახვამდის